გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქსაღებავები. სოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5% პუნქტით შეამცირა. ახალი პროგნოზით წელს ზრდა აქამდე ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად 5.5% იქნება. ამის შესახებ აღნიშნულია გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელთან შედარებით ზრდა უფრო ნაკლები იქნება და ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რეექსპორტის და ადგილობრივი მოხმარების მოსალოდნელი შემცირება იქნება. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით 9.790 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის გამოქვეყნებული ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებით ექსპორტი 14.6%-ით 2.595 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 7.195 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 12.8%-ით არის გაზრდილი. მხოლოდ მაისში ექსპორტი 15.8%-ით 580 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე კვარტლის პერიოდში შემოსულა. ინვესტიციების კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა საფინანსო სექტორში ნეგატიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი. კერძოდ კი პირველ კვარტალში ამ სექტორში FDI -26 მილიონ დოლარს შეადგენდა. საქსტატის თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა 70 მილიონ 100,000 დოლარი ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო. მეორე პოზიციაზე კომუნიკაციების და IT სექტორი არის 52 მილიონი დოლარით. მესამეზე კი დამამუშავებელი მრეწველობა 27 მილიონი დოლარით. ფოჩი მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. ტერმინალის პროექტი სააქციო საზოგადოება ფოთის ტრანსტერმინალმა განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანია გახლავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონი დოლარია. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული. მისი წლიური გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე 80,000 კონტეინერზე იქნება გათვლილი. ამასთან, როგორც ფოთის ტრანსტერმინალში აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ტერმინალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ გადაზიდვებს. რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა. კომპანია რიყედომის მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია Macro Property გახდა, რომელიც Macro Holdings ერთ-ერთი კომპანიის Macro Construction-ის საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი Emin Uçari. საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს და ფონდის აქტივების ზომამ 6 მილიარდ 900 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც 5 მილიარდ 200 მილიონი ლარი საპენსიო სისტემის მონაწილეთა შენატანებს, მილიარდ 700 მილიონი ლარი კი ამ აქტივებზე დარიცხულ სარგებელს წარმოადგენს. ამასთან საპენსიო სააგენტოს თანახმად სისტემის მონაწილეთა რაოდენობა მაისის ბოლოსთვის 1.400.000-მდე გაიზარდა. 6 თვიანი დახურვის შემდეგ მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები კვლავ გასაჯაროვდა. ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიხურა, რის მიზეზადაც ტექნიკური ხარვეზი სახელდებოდა, კვლავ გაიხსნა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც BMG-მ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მიმართა კითხვით, თუ რატომ იყო მონაცემთა ბაზა დახურული, რომელიც კანონის მიხედვით საჯარო უნდა ყოფილიყო, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ქონებრივი დეკლარაციები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე 14 ივნისს თბილისსა და ბათუმის აეროპორტებში ჯამში 19 რეისი გაუქმდა. როგორც BMG-ს ტავ-ჯორჯიაში განუცხადეს, თბილისის აეროპორტიდან ამ დროისთვის 15 რეისია გაუქმებული. შემდეგი მიმართულებებით აბუ-დაბი, შარჟა, ერბილი, დელი, დუბაი, თელ-ავივი,
ხოლო ბათუმის აეროპორტიდან გაუქმებულია 14 რეისი, 2 ისრაელის, 1 ირანის და 1 საამიროების მიმართულებით. 13 ივნისს კი საბოლოო ჯამში 16 რეისი გაუქმდა ბათუმის და თბილისის აეროპორტებიდან. მოკლედ, ეს მხოლოდ შესავალია. ახლა კი პროლოგის და საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის დროც დადგება. ერთად შევაჯამოთ გასული კვირის მთავარი ამბები ეკონომიკაში და ბიზნესში. მივესალმები საქმიან საზოგადოებას. ეს BMG-ა. მადლობთ რომ კვირა დღესაც ხართ ჩვენთან ერთად და თვალყურს ადევნებთ ყველაზე საქმიანობის სატელევიზიო არხს და ეცნობით ჩვენი სააგენტო სტატიებს BMG-ს ვებგვერდზე. არსებული მდგომარეობით უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც ცნობილია, ასახავს ბოლო ორ თვეში არსებულ და გაოფიციალურ შედეგებს, კერძოდ გამოქვეყნებულია ასევე მაისის თვის ექსპორტისა და იმპორტის ექსპრეს მაჩვენებლები. გასულ თვეში ექსპორტმა $580 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.8%-ით მეტია, იმპორტის მოცულობა $1.3 მილიონი იყო, რაც წლებულ წილში 5%-ით არის შემცირებული. მაკრო ფაქტორებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები $208 მილიონით გაიზარდა, მან $4.5 მილიარდ მიაღწია. გასულ თვეში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდათ. სტატისტიკის მიხედვით გასულ თვეში ეროვნულმა ბანკმა $266 მილიონი შეისყიდა, ამასთან მარტში შესყიდვა $102 მილიონი ტოლი იყო. ჩვენი მოსაზრებაა, რომ სუსტი დოლარის პირობებში ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვებს გააგრძელებს, რაც სრულიად ნორმალური პროცესია და ამას ეროვნული ბანკის სტაჟიორი თანამშრომელის გააკეთებდა, არათუ ისინი, ვინც დღეს არიან ეროვნულ ბანკში დასაქმებულები. ასე რომ ამ მიმართულებითაც რაიმე განსაკუთრებული ან გასაგიჟებელი არაფერი ხდება, უბრალოდ ეროვნული ბანკი სწორად სარგებლობს მომენტით და ამის გამო რაიმე განსაკუთრებული დაფნის გვირგვინები ნამდვილად არ ეკუთვნით. რაც შეეხება რეზერვებს, არსებულ ვითარებაში თუ გეოპოლიტიკა მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მორიგი ხირამალა არ გააკეთა და დოლარმა პოზიციების დათმობა ასევე გააგრძელა, არის შანსი და იმედია ისევ გაგვიმართლებს, რომ რეზერვები დამატებით $300 მილიონი შევივსოთ. გამოგვადგება ეს თანხები, მიუხედავად იმისა, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, მაინც გარდუვალია და თანდევია ჩვენთვის მუდმივი რყევები, იმიტომ რომ რეზერვები სულ უნდა იყოს მწყობში. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი მომავალში ნაკლებს გაფლანგავს რეზერვებს მაინც და მეტად შეავსებს მას. მონეტარულ მაჩვენებლების დონეზე მაინც ქვეყნის სავალუტო რეზერვები შევსებული იქნება, რომელიც არსებულ ვითარებაში, ანუ დოლარის გლობალური გაუფასურების და ოქროს მუდმივი ზრდის პირობებში არის შანსი, გვაქვს შანსი 4 მილიარდ 800 ან სულაც 4 მილიარდ 900 მილიონი დოლარზეც ავიდეთ. ხო, თუ ჭკვიანად ვიქნებით და მოვიქცევით და ისევ გაგვიმართლებს, როგორც აქამდე უმართლებდა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს ეკონომიკურ გარემოებებში, შეიძლება 5 მილიარდსაც მიაღწიოს ჩვენმა რეზერვებმა. და ცხადია, ეს მხოლოდ გარე და სრულიად ჩვენგან უკონტროლო ფაქტორების გამო შეიძლება დადგეს ესეთი შედეგი, ანუ 5 მილიარდს რომ მიაღწიოს ჩვენმა რეზერვებმა. და ეს არაფერი სხვა მიზეზით. რაიმე თქვა ჩვენი ეკონომიკის ან შემოსავლების განსაკუთრებული ზრდისა, ეს უბრალოდ გამორიცხეთ. ეს არის მხოლოდ გარე ფაქტორები, რომელზეც ჩვენ ზეგავლენას ვერ ვახდენთ. ერთი როგორც მიგრანტებზე ვერ მოვახდინეთ ზეგავლენას, ზუსტად ანალოგიურად ხდება აქ. რაც შეეხება ლარს, სწორედ აი ამ ფაქტორების, უფრო სწორად სუსტი დოლარის პირობებში და სხვა არაფერი მიზეზით, ლარი აგრძელებს გამყარებას. და ასეც მოხდა ამ კვირაში ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ, რომელსაც შემოდგომაზე 30 წელი შეუსრულდება, ამ კვირაშიც იყო ჩაღა, გამყარდა ყველა სხვა ვალუტებთან მიმართებით, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში. აი სწორედ აი ამ ვალუტების ჩამონათვალს ხედავთ ახლა ეკრანზე. დაწყებული დოლარიდან დასრულებული ვიდრე ჩინურ იუანამდე, შენ ხარ ჩემი ბატონი. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ პრინციპში ყველა პოზიცია არის გამყარებული, თუ არ ჩავთვლით ევროს. გამონაკლის იდეაში იყო მხოლოდ ევრო, რომელთანაც ლარმა არასრული ორი თეთრი დათმო პოზიციები, ხოლო ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებით იდეაში გამყარება სახეზეა და ეს აჩვენებს როგორც დოლარის გაუფასურების გავლენას, ასევე იმ ქვეყნებზე ვალუტის მოთხოვნას, რომელიც საქართველოს ვაჭრობაში, ასე ვთქვათ, ტოპ 10 ყველაზე მოთხოვნად ვალუტას წარმოადგენენ.
რაც შეეხება ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ამ კვირაულში მათ შედარებით დათმეს პოზიციები აქციების ღირებულების შემცირების თვალსაზრისით გულისხმობ Lion Finance Group-ის, ანუ იგივე საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი ტიკერით BGO შემცირდა 4.14%-ით, ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 66.5 გირვანქა სტერლინგზეა, საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ 240 მილიონზე, ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 44%-ით არის გაზრდილი. TBC PLC-ის აქციების ფასი 78.1%-ით შემცირდა, ბანკის ერთი აქცია 44.75 გირვანქა სტერლინგი ღირს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 460 მილიონ გირვანქა სტერლინგზეა, ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები ასე 44%-ზე მეტით 35.1%-ით გაიზარდა. რაც შეეხება GCAP-ს, CGO-ს ტიკერით საქართველოს კაპიტალის აქციები 3.24%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 18.5 ფუნტ სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 863 მილიონ გირვანქა სტერლინგზეა და ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 60.38%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გლობალურად ბირჟებზე არსებულ ვითარებას, გასულ კვირაულში მცირედ ანალიზს ამაზე შემოგთავაზებთ უცბად. გასულ სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის ჯამში მაინც არასახარბიელო იყო, რადგან Dow Jones-ი, NASDAQ-ი, S&P 500-ის ინდექსის ღირებულება თითქმის არ შეცვლილა. ანუ ამერიკული ბირჟების მიმართულებით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გასული კვირეული იდეაში ნეიტრალური იყო, ჩემო ბატონო. ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიურია, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს 1.5%-ით დაეცა, ასევე ნეგატიური შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 2025-ს 0.5%-ით შემცირდა. ენერგეტიკულ ბირჟას რომ გადახვედოთ, Brent-ი $75 ბარგლებშია, WTI 64, რაც ერთ კვირაში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, რუსული Urals-მაც კი $75 მიაღწია უკვე. ბუნებრივი აირის შემთხვევაში ევროკავშირის მასშტაბით მეგავატ-საათი ენერგიის ფასი 38 ევროს ფარგლებში ვერყეოს, ეს 5%-ით ზრდას წარმოადგენს. ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში კიდევ 4%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა ხედავთ, აგერ $3,427 მიაღწია. მსოფლიო ბირჟებზე და მთლიანად სამყაროში გასულ კვირაულში ყველაფერი თავდაყირა დააყენა ახალმა კონფლიქტმა, იდეაში ახალმა ომმა, რომელიც გარკვეულწილად ალბათ მოსალოდნელიც იყო, თუმცა რა ვიცი, რა გითხრათ, მაინც არსებობდა ფრთხილი იმედი, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა, არ შედგებოდა. საქმე ეხება ირანი-ისრაელის დაპირისპირებას. ამ ომს და დაპირისპირებას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ვინმე წარმოუდგენია. ერთის მხრივ ირანი სრულად და ბოლომდე სარგებლობს რუსეთის ფედერაციის და პირადად პრეზიდენტ პუტინის პატრონაჟ პროტექტორატით, რამდენიმე თვის წინ ამ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზეც გაფორმდა ხელშეკრულება. ყველას გემახსოვრებათ პრეზიდენტ პუტინის აქტიური ჩართულობა ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრებისას, რომ ირანს ხელი არ უნდა დაედოსო. თუმცა 3 თვე გავიდაო და ისრაელმა სამხედრო მოქმედება დაიწყო. რომელიც ფაქტია, მის სტრატეგიულ პარტნიორთან, ანუ ამერიკასთან იყო შეთანხმებული. დავიცვათ სრულად ეტიკეტი და ვთქვათ, რომ შეთანხმებული ნაკლებად, როგორ გითხრათ, საქმის კურსში იყვნენ ამერიკელები ამ ოპერაციის თაობაზე, რაც ისრაელმა წამოიწყო ირანთან დაკავშირებით. როგორც არ უნდა აფორმებდეს ახლა შეერთებული შტატები, აღნიშნავს ფაქტია, ტრამპი ძველი და გამოცდილი პარტნიორის ისრაელის ხელით აგვარებს ირანის და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის პრობლემას შეეცდება მაინც მოაგვაროს და ისიც არ დაგვაუწყდეს, ვინც დაკვირვებულნი შემორჩით ამ შეშლილ მსოფლიოს, რომ რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ლიდერი ნეთანიაჰუ, რომელიც მინდა გითხრათ, გამორჩეულად დიდი ავტორიტეტით ასარგებლობს სამშობლო ისრაელში, ვიქტორ ორბანთან უნგრეთშიც იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა და მრავალი შეთანხმება მოხდა, მათ შორის კვეთაში შეერთებულ შტატებთან და რუსეთის ფედერაციასთანაც. ორბანი ცდილობს და აგრძელებს სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის საშუამავლო როლის შესრულება, რაც გარკვეულწილად გამოსდის და ამით ივსებს როგორც პირად, ასევე უნგრეთის პოლიტიკურ და ფინანსურ კაპიტალსაც. ეს შუამავლობა და კავშირები ასევე ეხება საქართველოსაც და მის, ანუ ორბანის ურთიერთობებს ირაკლი კობახიძის მთავრობასთან და თავის დროზე პირადად ბიძინა ივანიშვილთან. ასევე კვეთაშია ბატონი ორბანი აზერბაიჯანის პირველ
პირთან ილხამ ალიევთანაც. კარგი, გვეყო გეოპოლიტიკური ამბები, რაც მეტწილად კულისებში ხდება. მოდი გადავხედოთ ისრაელი-ირანის ომის ასე ვთქვათ, ასახვის დეტალებს მსოფლიო ეკონომიკაზე. ისრაელსა და ირანის შორის კონფლიქტის ესკალაციამ პარასკევს ნავთობის ფასები 7%-ით გაზარდა. კონკრეტულად კი ბრენტი 15%-ით არის მონამატებული WTI, რომ 13 ივნისს ნედლეულის ფასებმა დღის განმავლობაში ყველაზე დიდი რყევები აჩვენა 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რამაც ენერგორესურსების ფასი მკვეთრად გაზარდა. ტრეიდერები შიშობენ, რომ დაპირისპირებამ ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ექსპორტის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს. იზრდება სხვა სტრატეგიული ნედლეულის ფასებიც, ეს არის ოქრო პირველ რიგში. ჯამში მსოფლიო ეკონომიკა და ინვესტორები შემდეგ კვირაში მეტად დააკვირდებიან ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა მათთვის, ვინც ხართ საფონდო და სასაქონლო ბიჟებზე წარმოდგენილი და ვაჭრობთ საქართველოსთან ღმერთმა გამრავლოთ, გაითვალისწინეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს განცხადება, რომ ირანთან ხანგრძლივი ომისთვის არის მზად ისრაელიო და ესე ვარ დაგეგმილებიო. მე მინდა მაინც გამოვყო ბენიამინ იგივე ბიბი ნეთანიაჰუს მიმართვა ირანის ხალხის მიმართ, რომელიც მიმართავს, რომ ეს ომი არ არის ომი ირანელების, ანუ ირანის ხალხის წინააღმდეგ. არამედ ციტირებ პრემიერ-მინისტრს აღქმული მიწისა, რომ ეს არის ირანის მმართველი რეჟიმისკენ მიმართული სამხედრო ოპერაცია და გაგვთ შანსიო, მიმართავს ის ირანელ ხალხს, მიხედავთ საკუთარ თავს და ქვეყანასო, რამდენად იმოქმედებს ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვა ირანის საზოგადოებაზე, ანალიტიკოსად ამ ამბავში ნამდვილად არ გამოვდგები, თუმცა მოსანიშნი და მისაყურებელია ეს მიმართვა, რომელიც ძალიან გავს ამერიკელებისგან რეკომენდირებულ ქმედებას ეს თამდევი ლექსიკა ფრაზეოლოგიით. ყველაზე მეტად რაც მინდა იცოდეს საქმიანმა საზოგადოებამ, რომ მომავალშიც ამგვარად აკეთოს ანალიზი მიმდინარე მოვლენებისა, არის დაპირისპირებული მხარეების შესაძლებლობები, ანუ რა რესურსებს ფლობენ ისრაელი და ირანი აი ამ დაპირისპირებისას. და აი ამ შედარებითი ანალიზისას მოდი დავივიწყოთ, რომ ისრაელის უკანდგომი სახელმწიფო შეერთებული შტატებია, ხოლო ირანს ვთქვათ ზურგს უმაგრებს რუსეთის ფედერაცია, რომელსაც თავისი გასჭირვებია და თან სერიოზულადაც უკრაინასთან ომში. მაშასე, რა ეკონომიკას, ფულს და სამხედრო რესურსებს ფლობენ დაპირისპირებული ისრაელი და ირანი? აი ხა ყველაფერს ხედავთ ეკრანზე, მოსახლეობა არის 9,700,000 ისრაელში, რომელიც უპირისპირდება 89 მილიონიან ირანს. ტერიტორია ისრაელის არის 22,000 კვადრატული კილომეტრი და 1,648,000 კვადრატული კილომეტრი გახლავთ ირანის, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა რეგიონში. ეკონომიკა არის აი ამ ერთი ციდა ისრაელისა 560 მილიარდი, ხოლო 420 მილიარდი არის ხოლო 420 უკაცრავად $420 ერთ სულ მოსახლეზე არის ისრაელში. 58 მილიარდი გახლავთ ბიუჯეტი, სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც უპირისპირდება 24 მილიარდი, რომელიც უპირისპირდება მემოპატიეთ 9 მილიარდიან აქტიურ სამხედრო პერსონალს და თავად აქტიური სამხედრო პერსონალი ისრაელში არის 170,000, ხოლო ირანში 575,000. სარეზერვო ძალა კი ისრაელში ნახეთ 465,000 არის წარმოდგენილი და 350,000 ირანში. მინდა გითხრათ, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებითაც 100-0-ზე არის თემა, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ისრაელი ფლობს მინიმუმ 100 ბირთვულ რაკეტას, იარაღს ბომბის სახით. ნახოთ ეს როგორც გამოჩნდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ირანი აი მოსახლეობის ტერიტორიისა და ესეთი აქტიური სამხედრო პერსონალის გათვალისწინებით გაცილებით დიდი სახელმწიფოა, ხო, ვიდრე ისრაელი. და ამ სხვაობის მიუხედავად ისრაელი ბევრად უფრო მდიდარი, განვითარებული, მაღალტექნოლოგიური და ეფექტური სახელმწიფოა, ვიდრე მასთან დაპირისპირებული თეოკრატიული ირანის რესპუბლიკა. მთავარი უპირატესობა, რომელიც ისრაელს აქვს, სამხედრო თვალსაზრისით მაინც ბირთვული არსენალია. წეგან ვახსენე, რომლის არსებობა ეხლა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა დე-ფაქტო ცნობილია, რომ ისრაელს 90-დან 100-მდე ბირთვული რაკეტა აქვს, რაც ირანისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, ისრაელის არმია გაცილებით უფრო თანამედროვეა ვიდრე ირანისა, რადგან მის არსენალში პლანეტის საუკეთესო თავდაცვითი სისტემები, მოიერიშე თვითმფრინავები, ავიაგამანადგურებლები და რაკეტებსაც შეხვდებით. საჰაერო ძალების თვალსაზრისით ისრაელის მფლობელობაში არსებული F-35-ის შედარება ირანულ მიგებთან და სუებთან თითქმის შეუძლებელია.
რადგან ისრაელს მაინც ყველაზე თანამედროვე იარაღთან აქვს წვდომა. ირანი კი ჯერ ცივი ომის დროინდელი იარაღით საბჭოთა დიდებით არის წარმოდგენილი. აი ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ისრაელს პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო სადაზვერვო კიბერნეტიკული და ტექნოლოგიური სამსახურები ყავს. რომელთაც რთულია უბრალოდ სადმე დაემალო, ეს მათ არაერთ გზის დაამტკიცეს, წლებია ამას ამტკიცებს, მათ მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ოპერაციებით, რომელიც მართლა აოცებს მთელ მსოფლიოს სპეცსამსახურებს და საზოგადოებასაც. კარგი, ეს რაც ეხება მსოფლიო ჭრილში, ანუ დაპირისპირებულ მხარეთა საერთო აღწერილობას და ინფორმაციას მათი რესურსების შესახებ, რა ხდება საქართველოსთან მიმართებით და როგორ აისახება ეს კონფლიქტი საქართველოზე და მის ეკონომიკაზე, ანუ შესაძლო განვითარების სცენარები. ნუ პირველი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ და გუშინწინდელი დღეების სევდიანი მონაგარი ის არის, რომ საქართველოს მიმართულებით ჯამში გაუქმდა 12 და 19, ანუ სულ 31 რეისი. ანუ დაგეგმილი სტუმრობები, გზავრთა გადაყვანა საქართველოს აეროპორტებიდან და ალბათ დამდეგ კვირაშიც ასე იქნება და როგორ გაგრძელდება მომავალში ეს არავინ იცის. ესაც ეხება ტურიზმს, რაც შეეხება საქართველოს კავშირს ამ ორ ქვეყანასთან, აქ რაიმე კრიტიკული სტატისტიკაში არ არის, უფრო დეტალურად ხვალ მე და ნინი ლონგურაშვილი გეტყვით ციფრებსა და რიცხვებში ამას ყველაფერს. ერთი რისი თქმაც შემიძლია ირანიდან შესაძლოა ველოდოთ მეტ მიგრანტს, ანუ იქიდან გამოქცეულ პირებს, რომლებიც აუცილებლად დატოვებენ ამ ქვეყანას, თუ ომმა შეუქცევადი ან მასიური სახე მიიღოს. ღმერთმა დაიფაროს არც ბირთვული დაპირისპირება იდეაში გამორიცხული. რაც შეეხება დანაკლის ისრაელიდან, ნუ ეს მეტწილად მაინც იქნება ტურიზმი. აქ ჩამოსული ისრაელელები, რომლებიც ძირითადში კაზინოებს სტუმრობენ თბილისსა და ბათუმში და ასევე ხო, ისრაელელები, რომლებიც საქართველოს უძრავ ქონებაში დებენ ფულს. იქნება ეს დარჩენილი მიწის ნაკვეთები თუ დეველოპერულ პროექტებში ინვესტირება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე და შემდგომ გადაყიდვა ორმაგ ან სამმაგ ფასებში. ამ კატეგორიის ხალხსაც უნდა დაველოდოთ უფრო როგორ იმოქმედებენ. ზოგადად ისრაელი სახელმწიფო ნაკლებად გამოირჩევა ეს მაღალი ინვესტიციებით საქართველოსთან მიმართებით, ამასაც თავისი ღრმა ფესვები აქვს, ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობიდან მოყოლებული, თუმცა შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ რიგითი ინვესტორები ისრაელიდან ძალიან აქტიურები არიან, ძალიან და საკმაოდაც. იდეაში კარგი ამბავი ამას წინათ იყო ტემპო შემოსვლა ქართულ ზედაზენში, რაც ასევე ჩვენი ბიზნესის, ასე ვთქვათ, დიდ მიღწევად უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება ზოგადად ინვესტიციებს, ნუ აი აქ მიუხედავად რამდენიმე თავგასიებული პროპაგანდონისა, ნამდვილად ჭაკად გვაქვს საქმე, ეს კარგახანია ასე გრძელდება და ისაც ხდება ინვესტიციებში, ეს არის საქართველოს პოლიტიკური კურსის და ეკონომიკური თუ პოლიტიკური მმართველობის დამკვიდრებული სტილის შედეგი. შეიძლება ევროპა ვერ გავაოცეთ ჩვენი წინსვლით, მაგრამ აი ვიქტორ ორბანი ნამდვილად შოქში გყავს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პარამეტრების გამო. რას იზავ? ბევრ საქმეს და აღებულ ვალდებულებებს არის შეჭიდებული ბატონი ორბანი, ნაწილს ვერ აკეთებს და აგვარებს სააკაშვილის და შემდგომში ივანიშვილის მეგობარი უნგრეთის ლიდერი და ეხლა პიარით ცდილობს ვალდებულებების გახაზირებას. არა და ინვესტიციებში ასეთი ვითარება გვაქვს 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხო 7.7%-ით ნაკლებია, მაგრამ მეტიც ინვესტიციების ეს მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე და ნებისმიერი კვარტლის პერიოდში შემოსულა. საქსტატის თანახმად საინვესტიციო ნაკადებს შორის 150 მილიონი დოლარი რეინვესტიციებზე მოდიოდა, რაც არსებული კომპანიების ინვესტიციებსაც წარმოადგენდა. ამასთან BMG-მ გამოითხოვა იმ კომპანიების ჩამონათვალი, ინებეთ ჩემო ბატონო, რომლებშიც 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ამ კომპანიებს შორის ძირითადად კარგად ცნობილი კომპანიები შედიან. მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში რომ ოპერირებენ, აგერ არის აი ამ კომპანიის სია, ეს არ არის რეიტინგი მეგობრებო და უფრო მეტიც, უფრო დეტალურ ინფორმაციას თუ ვინც ფლობელობაშია ეს კომპანიები, BMG გაამზადებს ორშაბათისთვის, მანამდე გეტყვით რომ აგერ IDS ბორჯომიდან დაწყებული, ვიდრე თბილისი ენერჯი, მუდმივად მაგთიკომი, როგორც არის დასრულებული კომპანია ხედით და ასევე კომპანია Sokar Middlestream Operation-ი, იქ იგივე შეფასე Atlas Holding-ი, Riverside Invest-ი, შენ ხარ ჩემი ბატონი, არიან წარმოდგენილი ამ რეიტინგში. რეიტინგში მეთქი, ჩამონათვალში ინვესტორებისა. მე ვაპატიეთ, ეს რეიტინგი არ არის. როგორი კანონზომიერიც არის, მარტივად გეტყვით, ლარის გამყარება
სუსტი დოლარის გამო ზუსტად ისეთივე კანონზომიერება ფიქსირდება ინვესტიციებთან დაკავშირებით. რეალობა კი არის რაც ზემოთ მოგახსენეთ. საქართველოში ფულს ახალი ბიზნესის სახით აი ძალიან ისეთი იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაზეც ისევ ბიზნესს აქვს ნამუშევარი, თითქმის არავინ არ დებს და თუ ვინმე ან რაიმე შედარებით პოზიტივში ამყოფებს აი ამ ინვესტიციების სტატისტიკას, ისევ საქართველოში არსებული კომპანიები არიან, რომლებიც ატრიალებენ ფულს არსებულ თავის ბიზნესებში. ისე შემთხვევით ხომ არ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ჭეშმარიტი ინვესტიციები. ახლა ახსენეთ, მოდი აქვე გეტყვით. ჩვენი მეზობლების და ძმების სომხეთის მაგალითზე, რომლებმაც მაგარი ამბავი მოარტყეს და ეს ამბავი, ანუ ნამდვილი საინვესტიციო აქტივობა ესე გამოიყურება სომხეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური პროექტი წამოიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება წინასწარ დაანონსებული 9 მილიარდი დოლარია. პროექტში პარტნიორებად ერთვებიან სომხეთის მთავრობა, პლანეტის უმსხვილესი კომპანია, ანუ ხელოვნური ინტელექტის კომპანია NVIDIA, საინვესტიციო კომპანია Firebird, რომელიც საქართველოში საკმაოდ აქტიური იყო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი Team Group. პროექტის საფუძველს ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ქარხნის გახსნა წარმოადგენს, რომელიც აღიჭურვება ათასობით NVIDIA Blackwell GPU-თი, რაც სომხეთში პირველი მაღალი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს შექმნის, რომლის ელექტროსიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს. აი ამ პროექტის წყალობით სომხეთი კავკასიის რეგიონში უდიდეს AI ცენტრს მიიღებს, რომელსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის მხარდაჭერა ექნება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის განსაკუთრებით პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს. ყველაფერი დანარჩენისთვის მოდი ვნახოთ გიორგი თოლორდავას მიერ მომზადებული სიუჟეტი რეგიონში უმსხვილეს ინვესტიციაზე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უძვირესი კომპანიისგან და რა მაგარია, რომ სომხეთში ჩვენც ვართ აქტიურად წარმოდგენილები საქართველოს, თუნდაც იგივე ამერია ბანკის სახით. კიდევ მაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი საქართველოსთან სომხეთში აქტიურობისა, მაგრამ ეს მოდი მას შემდეგ ვნახოთ, რაც აი ამ სიუჟეტის ავტორთან ერთად გავაანალიზებთ. რას სიკეთეს მოიტანს NVIDIA-ს შემოსვლა სომხეთში, მთლიანად რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. სომხეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური პროექტი წამოიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება $500 მილიონ აჭარბებს. პროექტის პარტნიორებად ერთვებიან სომხეთის მთავრობა, პლანეტის უმსხვილესი AI კომპანია NVIDIA, საინვესტიციო ჰოლდინგი Firebird და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი კომპანია Team Group. პროექტის საფუძველს ახალი თაობის AI ქარხნის გახსნა წარმოადგენს, რომელიც აღიჭურვება ათასობით NVIDIA Blackwell GPU-თი, რაც სომხეთში პირველ მაღალი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს შექმნის, რომლის ელექტრონული სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს. ამ პროექტის წყალობით სომხეთი კავკასიის რეგიონში უდიდეს AI ცენტრს მიიღებს, რომელსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის მხარდაჭერა ექნება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის განსაკუთრებით პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს. როგორც წესი, ქვეყანა, რომელსაც NVIDIA-ს მასშტაბის ტექნოლოგიური კომპანია ირჩევს, საერთაშორისო ინვესტორებისათვის მომენტალურად საინტერესო ხდება, რადგან ასეთი ზომის კომპანია ქვეყნის ბაზარზე საფუძვლიანი კვლევის ჩატარებისა და რისკების შეფასების გარეშე არ შედის. შესაბამისად, NVIDIA-ს მხრიდან სომხეთის არჩევა იმის დასტურია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემოა, რაც დიდი ალბათობით მომავალში სხვა კომპანიებსაც უბიძგებს მსგავსი პროექტების განხორციელებისაკენ. ახალი AI ქარხანა სომხეთის ტექნოლოგიურ განათლებას და მეცნიერების განვითარებასაც ემსახურება. დაგეგმილია მაღალი დონის კვლევითი პროექტების სასწავლო ცენტრებისა და ტექნოლოგიური ინკუბატორების შექმნა. ეს ყველაფერი კი იმას გამოიწვევს, რომ სომხეთში აღიზრდება IT სპეციალისტების ახალი თაობა, რომელთაც საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებისათვის უცხოეთში გადასვლა აღარ მოუწევთ, რადგანაც NVIDIA და მსგავსი მასშტაბის კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე იქნებიან ხელმისაწვდომნი. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვინების გადინების დინამიკას, რაც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში AI hub-ის შექმნით სარგებელს მხოლოდ ის არ მიიღებს და პოზიტიური ეფექტი რეგიონის სხვა ქვეყნებზეც აისახება, მათ შორის საქართველოსაც. რეგიონში NVIDIA-ს გამოჩენა იმის დასტურია, რომ მომავალში აქ სხვა მსხვილი კომპანიებიც შემოვლენ. ეს კი ტექნოლოგიური უნარების დაუფლებისათვის კიდევ ერთ ძლიერ არგუმენტს წარმოადგენს.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ დატა ცენტრების მშენებლობა თავისი არსით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას გულისხმობს. სომხეთი კი ენერგიით მდიდარი სახელმწიფო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას საქართველოსათვის, რომელსაც შეუძლია სომხეთში ბაზირებული მონაცემთა ცენტრები ელექტროენერგიით მოამარაგოს, რაც ქვეყანას დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ NVIDIA-მ და მისმა პარტნიორებმა საქართველოს სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ ქსელით სარგებლობა გადაწყვიტა, რადგან ამ პარამეტრით ჩვენს ქვეყანას სომხეთთან შედარებით დიდი ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს. მართალია, უკეთეს შემთხვევაში NVIDIA კავკასიის რეგიონში გაფართოებისათვის საქართველოს აერჩებდა, თუმცა სომხეთის ეს წარმატება მაინც შეიძლება მთელი რეგიონისათვის დიდ გამარჯვებად ჩაითვალოს, რადგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შემოსვლას დიდი ალბათობით აუცილებლად მოჰყვება სხვა მსხვილი კომპანიების გააქტიურება და კავკასიაში ინვესტიციების ნაკადის ზრდა. NVIDIA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, რომელიც 127 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და პირადად არის ჩართული პროექტში, ამ ინიციატივას განსაკუთრებით პოზიტიურად ავხასებს. მისი თქმით, AI ქარხნები 21 საუკუნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომავალს წარმოადგენენ. ჰუანგის აზრით, NVIDIA ახლა რეგიონში AI-ის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის ძლიერ ფუნდამენტს ქმნის, რაც სამომავლო განვითარებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილი, ამ პროექტის განხორციელება 2026 წელს იგეგმება. მის ფინანსურ საკითხს, რაც შეეხება ინვესტიციის უდიდეს ნაწილს, Firebird-ის და Team Group-ის ინვესტორები ჩადებენ. NVIDIA კი ტექნოლოგიური პარტნიორის როლს შეასრულებს, რომელიც ქარხანას საჭირო მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით მოამარაგებს. მართალია პროექტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ სომხეთის მთავრობა პროექტისთვის გამოყოფს მიწის ნაკვეთს, საგადასახადო შეღავათებს, სუბსიდიებს და თანაც გაამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესებს. აქვე ცნობისთვის გეტყვით, რომ NVIDIA-ს კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 540 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის რიგით მეორე უმსხვილესი კომპანიაა. დიდი ალბათობით ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ სომხეთის დაინტერესება ერთი გარემოებით არის განპირობებული. NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რებ ლებარედიანია, რომელიც წარმოშობით სომეხია და სწორედ ის არის ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მთავარი ლობისტი. ასეა. სრული ჭეშმარიტება ამ თემაზეც კიდე გავშლი NVIDIA-ს, ვერ ვქაჩავთ. ამას გლობალური და უმაღლესი დონის პოლიტიკური ჩართულობა, კავშირები, ლობიზმი, ურთიერთობები სჭირდება. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფებმა 24 საათი ესეთი კომპანიების შემოყვანაზე ფიქრობდნენ და მუშაობდნენ და არა იმაზე, რაზეც ფიქრობენ ან მუშაობენ დღეს. ამაზე ეხლა სხვა დროს ვილაპარაკოთ, ეხლა კი მინდა მაინც მოგიყვეთ კომპანიაზე, რაც დაგიანონსეთ, რომელიც მათ შორის სომხეთშიც არის რამდენიმე გლობალური ბრენდის წარმომადგენელი. საუბრობ ქართულ კომპანია Tegeta Holdings-ზე, რომელიც საქართველოს და რეგიონის ავტოინდუსტრიის ცალსახა ლიდერია. შემოდგომაზე ამ სტუდიიდან საქართველოში კიდევ ერთი სუპერკარის პრემიუმ ბრენდის შემოსვლა დავაანონსეთ. ეხლა არ არის რთული გასახსენებელი, ან სულაც გამოსაცნობი, რომ ანონსის ავტორი კომპანია Tegeta იყო, რომელიც შედეგების და დაპირებებით იშვიათად უსრულებს იმედს პარტნიორებს და თავის ბენეფიციარებს. დაპირების ნაწილი ეხებოდა Lamborghini-ის შოურუმის გახსნას და ამ ამბავზე გიყვებით გადაცემის აი ამ ნაწილში. Tegeta-ს პორტფელიში Lamborghini პრემიუმ ბრენდების პალიტრას ნამდვილად კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და ვიდრე აქაურ ამბებს გეტყოდეთ, Lamborghini-ის შესახებაც უნდა ვთქვა მოკლედ და ცხადია ამ დახასიათებას არ მოვყვები ახლა დეტალურად, რომ იტალიური ბრენდის სუპერკარობაზე საუბარი სულაც არ არის საჭირო. მხოლოდ გასული წლის შედეგებს რომ გადავხედოთ, წლის დასაწყისში გამოქვეყნებული იტალიური ავტომწარმოებელი ფინანსური შედეგები აჩვენებს, რომ კომპანია გასულ წელს 10687 ავტომობილი გაყიდა. რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2023 წლის შედეგს 6%-ით აღემატება. ეს რიგით მეორე წელიწადია Lamborghini-ის ისტორიაში, როცა კომპანიამ გაყიდვების 10000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა. საქართველოს წილი ამ მონაცემებში შესაძლოა ძალიან მცირეა, მაგრამ ესეთი მასშტაბის კომპანიის პარტნიორობა და დაპარტნიორება საქართველოში ძალიან ბევრს ამბობს. თან საქართველოს მცირე წილი დიდი და მზარდი გაყიდვების წინაპირობა მგონია. ვიცი რა Tegeta Holding-ის წარმატებული გაყიდვები, მათ შორის პრემიუმ სეგმენტში და მეტწილად ადგილობრივ, ანუ რეზიდენტ მყიდველებს. სწორედ Lamborghini შოურუმის თბილისში გახსნის ამბებზე უმასპინძლეთ.
პეტრე წაკაძეს, თეგედა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარ ოფიცერს ჩვენ სტუდიაში. რამდენიმე დღის წინ და მასთან ინტერვიუსაც გთავაზობთ Lamborghini-ის შოურუმის გახსნის თემაზე. ძალიან მოკლე დროში მოეწყო ეს ყველაფერი. მეორეს მხრივ, რაც იცის მთელმა საქმიანმა საზოგადოებამ, პეტრე, ბრენდების ნაკლებობას პორტფელში არ უჩივით. მაგრამ ყველა ახალი ბრენდის შემოყვანაზე ისმის ისეთი კითხვა, რა მოთხოვნები მოყვება სკრუპულოზურობის ხარისხის აწონას ვცდილობთ მედია აქეთა მხარეს. ანუ ჩვენ ვნახეთ ძალიან სწრაფად დიზაინში Lamborghini-ის მოწყობილი შოურუმი ახალი, რაიმე ხო არ იყო ისეთი სპეციფიური, რომელსაც თქვენ გამოყოფთით და აღნიშნავდით. პირველ რიგში დავიწყებ პირველი ესე ვთქვათ კომენტარით თქვენით, რომ ძალიან მოკლე პერიოდში განხორციელდა მშენებლობა და ნამდვილად ესე იყო პრაქტიკულად ისეთი აქტიური სამუშაოები, როდესაც დავიწყეთ შოურუმის და სერვისის მის მერე არის 6 თვე დაახლოებით გასული. 6 თვეში მოკლედ შევძელით ის რასაც უკვე ხედავთ, რაც შეეხება მოთხოვნას მოკლედ ჩვენ ზოგადად გადავედით ესე ვთქვათ ჰოლდინგი უფრო ესე ვთქვათ ერთი ნაბიჯით ზემოთ უფრო ლაქშერი მიმართულებით და სეგმენტში და ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან რომ ჩვენივე ეკოსისტემაში არსებული მომხმარებელი როდესაც იზრდება და ესე ვთქვათ თავის ბიზნესი იქნება ეს თუ სხვა პირადი საქმიანობა ესე ვთქვათ ზრდის თავისი შემოსავლებს რა თქმა უნდა ჩვენც მასთან ერთად ვიზრდებით და მივყვებით ამ ყველაფერს სხვანაირად წარმოუდგენელია რადგან ჩვენ უნდა დავეწიოთ ესე ვთქვათ მომხმარებლის პოტენციურ მოთხოვნებს და შესაბამისად ვცდილობთ მუდმივად რომ ყველანაირად ესე ვთქვათ ავყვეთ იმ ბაზრის პოტენციურ მოთხოვნებს რაც შეიძლება გაჩნდეს კიდევ ხვალდაზექ. კარგი. მოდი გადავიდეთ ინვესტიციების ნაწილზე. რისი მობილიზება გახდა საჭირო წინასწარ საიმისოდ რომ ის რისთვისაც ახლა უკვე ყველანი ემზადებოდით სტუმრების დახვედრა ამაზე ცოტა ცალკე, მაგრამ აი ამ ინფრასტრუქტურის გაშლა და მოწყობა ამ ბრენდის ასე ვთქვათ მოთხოვნების შესაბამისად რომ მომზადებულიყო თავისი იმ პარკით რაც უკვე ადგილზეა. ნუ პრინციპში უცხო არ არის იმას თუ გავაჟღერებთ ყველა ბრენდს თავისი ასე ვთქვათ გაიდლაინი და ბრენდბუქი აქვს და რა თქმა უნდა არც Lamborghini არ არის გამონაკლისი. რა თქმა უნდა თვითონ პროექტზე, ვიზუალზე როგორც გარეთ ასევე როგორც ინტერიერზე ასევე ექსტერიერზე მუშაობდნენ იტალიელი დიზაინერები და შემდგომ უკვე შესრულების ნაწილში შევასრულეთ ჩვენ. რა თქმა უნდა გამოყენებული არის ის მატერიალები, მასალები, ასე ვთქვათ ავეჯიც და თუნდაც სანათები, რომლებიც მოთხოვნილი არის თვითონ ბრენდის და ბრენდში და ბრენდის არქიტექტურაში. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ჩვენ მოდი გავყოფ ორ ნაწილად, არის ცალკე Lamborghini-ის შოურუმი და არის სერვისი. სერვისი არის ესე ვთქვათ საზიარო, რომელიც არის Bentley-სთან ერთად, ანუ multi B-brand კონცეფციის ესე ვთქვათ სერვისი. და რომ ავიღოთ ის სეგმენტი იგივეა, ხო? ფაქტიურად. სეგმენტი თუ ავიღებთ ფინანსურ ნაწილში, რა თქმა უნდა, შემოსავლის ნაწილში, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად იგივე არის, თუმცა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნების და ესე ვთქვათ ხასიათის მატარებელ ბრენდთან მაგრამ სერვისში ეს ყველაფერი ენაცვლება. კი, დაახლოებით ერთი და ერთნაირი არის, რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, დაახლოებით ესე ვთქვათ, რომ გამოვყოთ ცალკეულად Lamborghini-ის ნაწილი, დაახლოებით 3 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება მოგვიწია ჩვენ. რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტის და სრული იმ სტანდარტის დაცვით, რაც იყო ბრენდისგან მოთხოვნილი, რომელსაც პლუს ემოდან კიდევ ემატება თეგეტა სტანდარტები და შესაბამისად ვთვლით, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და გვაქვს ამბიცია, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სერვისი და ცენტრი უნდა გქონდეს. პეტრე, ვახსენე უკვე, რომ გამორჩეულად დიდ დელეგაციას ველით საქართველოში, იტალიიდან სოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც, ასევე ხო, კიდევ თიზერები, რაც ქალაქში ვნახეთ, არ ვიცი, მე მგონი ამ მოუდინებს ნამდვილად უნდა ზრდიდეს. ცოტა მეტი თუ შეიძლება, ეხლა ცოტა პროტოკოლურ ნაწილზე გადავიდეთ უკვე დელეგაციის წარმომადგენლებისა. ზოგადად Lamborghini-ის ბრენდის საქართველოში შემოსვლა არ არის, ესე ვთქვათ, ჩვენთვისაც არ იყო, მხოლოდ რაღაცა ჩვეულებრივად ერთი ბრენდის დამატება ჩვენს პორტფელში. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვინდოდა ისე წარმოგვეჩინა, რომ ყოფილიყო განსხვავებულად დასამახსოვრებელი
ჩვენი მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის. ამიტომ დავიწყეთ ის teaser კამპანია, რომლის ესე ვთქვათ მესიჯი იყო ელოდე მოულოდნელობას, რომელიც გამოჩნდა ქალაქში. რაც შეეხება სტუმრებს, Lamborghini-დან გვეყოლება ძალიან დიდი დელეგაცია, 14 კაციანი ჯგუფი და რა თქმა უნდა პირველი ფიგურა, რომელიც არის შტეფან ვილკელმენი ჩამოდის, რომელიც არის Lamborghini-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და CEO ამავდროულად და ესე ვთქვათ გრადაციით მოყვება შემდეგ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ამ დონის სტუმრობა მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ბრენდებში ჩვენ არ ვქონია. რა თქმა უნდა მათი სტუმრობაც ადასტურებს სწორედ და ხას უსვავს იმას, რომ ჩვენ თავიდან ბოლომდე მივყევით და ესე ვთქვათ გავასწარით კიდევაც დროში, იმიტომ რომ თავდაპირველად როდესაც დაუსახელეთ რა ვადაში მოვრჩებოდით, ნუ цота ეჭვის თვალითაც კი ვიყურებდნენ. თუმცა ამით ვაჩვენეთ ის, რომ ჩვენ მოკლედ რასაც ვამბობთ იმას ვასრულებთ და შესაბამისად მათ პორტფელში ღირებული პარტნიორი ჩაიწერეს, რომელთან ერთადაც ასევე რა თქმა უნდა სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მეტი გვაქვს და ხედვები და არა მხოლოდ საქართველოში. თუმცა ეს მათი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი ჰოლდინგისთვის, ასევე მე ვფიქრობ ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ ამ ადამიანების უმეტესობა პირველად სტუმრობს საქართველოს და რა თქმა უნდა ჩვენ ვიმუშავებთ ორი მიმართულებით, ერთი რომ კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი კომპანია და ჰოლდინგი და მეორე რომ კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო. რა სუპერკარი იქნება პეტრე წარმოდგენილი კონკრეტულად გახსნის დღეს? გახსნის დღეს წარმოდგენილი იქნება Lamborghini Temerario, რომელიც არის სრულ ახლახან გამოჩნდა, ესე ვთქვათ Lamborghini-ის სამოდელო რიგში. ეს არის Lamborghini Huracan-ის, ესე ვთქვათ, შთამომავალი და ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ ავტომობილის მიწოდება სადილეროებში, ანუ მომხმარებლებზე ჩაბარება დაწყებული არ არის. შესაბამისად, ჩვენს ესე ვთქვათ დამსვერეს სტუმრებს და მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, რომ ამ მოდელის პრეზენტაციაც იხილოს გახსნასთან ერთად, დაათვალიეროს, შეეხოს და რა თქმა უნდა მივიღოთ პრეორდერები. პრეორდერებიდან გამომდინარე, ბაზარიც გექნება თქვენ მოკლეული და წინასწარი მონაცემები რა არის Lamborghini-ზე მოთხოვნასთან დაკავშირებით? ზოგადად მოდი დავიწყებ შეფასებით, ესე ვთქვათ, ლაქშერი სეგმენტის და პრემიუმ სეგმენტის შეფასება საქართველოში. თუ გადავხედავთ ბოლო 4 წელიწადს, მოკლედ პრემიუმ და ლაქშერი სეგმენტი დაახლოებით 70-დან 100%-მდე იზრდება ყოველწლიურად. შესაბამისად გაჩნდა რა თქმა უნდა საჭიროება ამ ბრენდების შემოყვანის, რაც დავიმატეთ უახლოეს პერიოდში ჩვენთან და ბაზარი რაც შევისწავლეთ მიმდინარე მდგომარეობით დაახლოებით 71 ერთეულამდე Lamborghini არის უკვე ქვეყანაში რეგისტრირებული. მას შემდეგ რაც ჩვენ გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ უკვე ამ ბრენდის ჩვენს პორტფელში დამატება, რა თქმა უნდა დავიწყეთ უკვე პრეორდერებზე მუშაობა, რამოდენიმე ერთეულზე უკვე აღებული გვაქვს ესე ვთქვათ შეკვეთები და როგორც კი გაიხსნება კიდევ ველოდებით უფრო ზრდას. თუმცა ეს არის ერთის მხრივ ახალი ავტომობილების მიმართულება, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ჩნდება ბრენდი და ცენტრი და მას ყავს ესე ვთქვათ კარგი პატრონი და პარტნიორი, შემდგომ უკვე ეს უწყობს მეორადი ავტომობილების შემოსვლასაც, რა თქმა უნდა, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს ჩვენ ბრენდებთან. მე მრავალფეროვანი ბრენდების თემა თქვენს პორტფელში ვახსენე უკვე, თუმცა მაინტერესებს ჰოლდინგისთვის, თეგეტა ჰოლდინგისთვის რას ნიშნავს Lamborghini-ის შემომატება? Lamborghini-ის შემომატება ნიშნავს 60 წელზე მეტი ისტორიის მატარებელ ბრენდთან ურთიერთობას, ნიშნავს ზუსტად იმ ესე ვთქვათ best practice-ების გაზიარებას, რაც ამ დიდმა ბრენდმა გაიარა ამ წლების განმავლობაში და თვითონ ბრენდის ღირებულებიდან გამომდინარე ნიშნავს ერთი ნაბიჯით, როგორც უკვე აღვნიშნე, ზემოთ ასვლას, ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიზრდებით ჩვენს მომხმარებლებთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ ჩამოვრჩეთ და ხშირად მომხმარებლებმა თან არ იციან რის იყიდვა სურთ, სანამ ამას არ მიუტან და არ აჩვენებ და ჩვენ ამ ყველაფერში ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს. ყიდვაზე გამოხსენდა, მათ ვისაც სურვილი ექნება, ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი ხალხი სურვილთან და შესაძლებლობასთან ერთად, Lamborghini შეძენა. ის ამას ყველაფერს შეძლებს
მხოლოდ შოურუმში, თუ აი რა ფორმატში ჩამოყალიბდა პეტრე თქვენი და Lamborghini-ის სათავო ოფისის შორის ურთიერთობა? რა თქმა უნდა, შოურუმში პირველ რიგში ჩვენი მთავარი мотиваცია არის, რომ ახალ შოურუმში უმასპინძლოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ჩვენ გვეყოლება ეგრეთ წოდებული სატესტო ტესტ-დრაივის ავტომობილები და გვინდა რომ მაქსიმალურად ყველა დავპატიჟოთ და ესე ვთქვათ, გავაცნოთ ეს ანუ ტესტ-დრაივები ყველაფერი იქნება კლასიკურად როგორც TGT-ა უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, შოურუმში ვიზიტი ერთის მხრივ იმით არის კიდევ კარგი, რომ ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი შოურუმში ნიმუშები, ფერის, სალონის, დისკების და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნიმუში არის და ბევრი ოფცია აქვს ზოგადად და ბევრი ინდივიდუალიზმი შეიძლება Lamborghini-ის აწყობის დროს შევიტანოთ და იქ უკვე თვალსაჩინოდ მომხმარებელს შეუძლია ნახოს თავისი თვალით, შეეხოს touch and feel, რასაც ვეძახით, ესე ვთქვათ, ის შეგრძნებები, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც გადის ემოციაზე და ჩვენ მხოლოდ ავტომობილებს არ ვყიდით, ჩვენ ამასთან ერთად ემოციასაც ვყიდით. და ორთავე კარგად გავაკეთეთ. მადლობა. მადლობა მოგზაურობისთვის და წარმატებებისთვის. თქვენც ასევე. ჩვენ ვემზადებით Lamborghini-ის შოურუმის გახსნისთვის, რომელიც დამდე კვირაში შედგება. ძალიან საინტერესო ვიდეო ისტორიას ვამზადებთ თავად ამ ბრენდის ისტორიაზე. მანამდე კი ბიზნესის კვირეულის დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთი ქართული ბიზნესის წარმატებაზე და აღიარებაზე გიყვებით. კომპანია LTH Group-მა Wyndham Hotels and Resorts-ის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში გაიმართა და მინდა გითხრათ, არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღო LTH Group-მა, არამედ კომპანიამ ახალ ბაზარზე Wyndham-ის ბრენდის წარმატებით დანერგვისთვის ჯილდოც დაიმსახურა La Quinta by Wyndham Batumi. მიერ მიღებული Wyndham International Opening Award-ის გლობალურ დონეზე ხაზგასმით მიუთითებს მასზე, რომ პროექტი წარმატებით პასუხობს ბრენდის უმაღლეს სტანდარტებს და წარმოადგენს რეგიონში გლობალური ბრენდის წარმატებული დანერგვის თვალსაჩინო მაგალითს. ამერიკული მხარის მხრიდან აღიარების შესახებ დეტალებს ახლა სიუჟეტიდან გიყვებით, რამდენიმე წუთში თემაზე უკვე კომპანიის წარმომადგენელს და ერთ-ერთ დირექტორს უმასპინძლებთ. And please, Lucha, bring the team on board. Wyndham-ის ბრენდის ახალ ბაზარზე წარმატებით დანერგვისთვის კომპანია LTH Group-მა Wyndham International Opening Award-ის ჯილდო მიიღო. კომპანია როგორც რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham-ის სასტუმროს მფლობელი და ოფიციალური პარტნიორი გლობალურ კონფერენციაში პირველად მონაწილეობდა. მონაწილეობასთან ერთად კი ის უკვე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა, რაც საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა. La Quinta by Wyndham Batumi-ის მიერ მიღებული პრიზი ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ ის წარმოადგენს რეგიონში გლობალური ბრენდის წარმატებული დანერგვის თვალსაჩინო მაგალითს. La Quinta-ს შერჩევა მისი უნიკალური კონცეფციით იყო განპირობებული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს, თანამედროვე დიზაინს, კომფორტსა და ხელმისაწვდომობას აერთიანებს. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებით მიმზიდველს როგორც ტურისტებისთვის, ისე საქმიანი ვიზიტორებისთვის. ლას-ვეგასში გამართულ კონფერენციაში LTH Group-ის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე, გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე, HR დირექტორი ანა ჯიოშვილი და კომერციული დირექტორი ვალერი გურგენაძე მონაწილეობდნენ. სასტუმრო, რომელიც ახალ ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ ნომრებს, სპა-ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორანს, ბარსა და მრავალფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზაობას საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აძლიერებს ნდობას უცხოელი ინვესტორების თვალში. La Quinta by Wyndham Batumi არა მხოლოდ ახალ სასტუმროს, არამედ ქალაქისა და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული გაძლიერების პლატფორმას წარმოადგენს, რითაც ბათუმის როგორც საერთაშორისო დონის საკურორტო ქალაქის პოზიციონირება კიდევ უფრო მყარდება. Wyndham Hotels and Resorts მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული სასტუმრო ქსელია, რომელიც 95-ზე მეტ ქვეყანაში 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. მისი წარმომადგენლობა საქართველოში ნიშნავს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ქვეყნის ინტეგრაციას გლობალურ სტუმარმასპინძლობის რუკაზე. Wyndham Hotels and Resorts მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტორიტეტული სასტუმრო ქსელია, რომელიც 95-ზე მეტ ქვეყანაში 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. კომპანია LTH Group კი ქვეყანაში თანამედროვე ქალაქური ცხოვრების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების შექმნას განაგრძობს, მათ შორისაა LT კვარტალი ბათუმში და ესპანური კვარტალი თბილისში. სამომავლოდ კომპანია ახალი ლოკაციების ათვისებას
მუშაობას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს. ლაკინტაზე კიდე ლაკინტა ბაი ვინთემ ბათუმიზე კიდევ ბევრს მოგიყვებით. მანამდე კი მცირე შესავლისთვის ELT გრუპი აჭარის დეველოპერულ ბაზარზე 2017 წლიდან არის, რამდენადაც მახსოვს, წარმოდგენილი და ოპერირებს. ამ დრომდე ახალ ბულვარში მათ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურით არიან წარმოდგენილნი. გაცხადებული გეგმის თანახმად უახლოეს 2-3 წელიწადში კომპანია პორტფელში 5000-მდე აპარტამენტს, 250-მდე სასტუმრო ოთახს და სივრცეს მიითვლის. მოკლედ, ვიდრე გეგმებს და მიმდინარე სიახლეებს სრულად შევაჯამებთ, რა თქმა უნდა, Witham International Opening Award-ის ჯილდოს მილოცვით დავიწყებ საუბარს და სტუდიაში ველი კომპანიის კომერციულ დირექტორს ბატონი ვალერი გურგენიძე გვერდება ჩვენ ახლა სტუდიაში, რომელიც იქნება წარმოდგენილი აქ და მოგვიყვება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ლას-ვეგასში მიღებულ ჯილდოსთან დაკავშირებით. ბატონ ვალერი, მომილოცავს კიდევ ერთხელ. არაჩვეულებრივი ამბავია. თქვენი ადგილი აქ არის, ბატონ ვალერი. დაბრძანდი გენაცვალე. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მადლობთ. დიდი ამბავია და ეს არ არის თემა, როცა ვინთემი ასე ვთქვათ ხელგაშლილია. ნამდვილად. ჯილდოების დარიგების კუთხით თითოეულ თავის ნაბიჯს, მით უმეტეს ესეც საჯაროს თვალყურს ადევნებენ. მინდა დავიწყოთ ლაპარაკი მაინც რას ეძღვნებოდა კონფერენცია, როგორ მიყვა ამას შემდგომ უკვე ეს საერთაშორისო აღიარების თემა და მე უკვე მის მნიშვნელობაზე გადავიდეთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოგზაურობისთვის. თქვენ მუდმივად მხარს უჭერთ ბიზნეს, კერძო კომპანიებს და ჩვენ სფეროს განსაკუთრებით ამისთვის ნამდვილად დამსახურებული მადლობა. რაც შეეხება კონფერენციას, ეს იყო შემაჯამებელი კონფერენცია. ბოლო წლების განმავლობაში COVID-ის პერიოდში შეჩერდა ამ დონის ღონისძიებები, თუმცა 2025 წელს ვინთემმა გადაწყვიტა, რომ შემაჯამებელი ღონისძიება გაეკეთებინა დაახლოებით 1500-მდე პარტნიორი ყავდათ მიწვეული. ეს პარტნიორი ნიშნავს სასტუმროს მესაკუთრეებს რეალურად და პლუს ყველა ინსაიდერი, რომელიც მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ იქ უკვე ყოფილიყო დაახლოებით 5000 ადამიანამდე შეგროვდა ღონისძიებაზე. ნამდვილად სასიამოვნოა, როცა შენ შრომას, რაღაც გაწეულ ძალისხმევას აფასებენ, ეს ყოველ სასიამოვნოა, თუმცა ნამდვილად იმ მომენტში მოულოდნელი იყო. ეხაც აჟიტირებული ვარ. რეალურად იმ კონკურენციაში გამარჯვება, როცა ბევრი ქვეყანა და ვინდემ იცით თქვენ, რომ 9000-ზე მეტ სასტუმროს მართავთ მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 100-მდე ქვეყანაში. ჩვენი შერჩევა და გამორჩევა ნამდვილად განსაკუთრებული იყო მთელი რეგიონისთვის და არა მარტო საქართველოსთვის. ძალიან ბევრს საზოგადოებაში და გასაგებიც არის ვალერი, რატომაც არ ესმით რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბრენდების ბაზარზე ყოფნას. თქვენი მხრიდან, როგორც პროფესიონალისგან და ჯგუფისგან, რომელიც ამ თემაში ინვესტირებს, ჯერ კიდევ 2017-დან მოყოლებული, ხო ასეა? იქნებ კიდევ ერთხელ ავხსნათ, რას ნიშნავს, როცა ბაზარზე არის ვინთემის სხვები? ნამდვილად სამწუხარო, როცა ადამიანებს შეიძლება ამას ბოლომდე გააზრებული არ მშობლობას ვერ ანიჭებენ. ჩვენი კომპანიის მისიაში გვაქვს ასახული, რომ რეალურად ყველა ჩვენი კომპლექსი პრაქტიკულად არის კოლაბორაცია ევროპულ ბრენდებთან. პირველ რიგში ჩვენთვის ეს არის გამოცდილების და ექსპერტიზის შემოტანა საქართველოში. რაც არ უნდა ყოჩაღები ვიყოთ, იმ ადამიანებს აქვს გაცილებით დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა ამ სფეროში და ამიტომ ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მაღალი ტემპით ვითარდება ტურიზმი და რეალურად ქვეყნის აქცენტიც მიდის ტურიზმის მიმართულებით, ამიტომ ამას დიდი დატვირთვა შეიძლება ბევრ რაღაცას არ ქონდეს. რაც შეეხება ბრენდის ზომას, აქ კიდე დიდი ფაქტორია. ცალკე თემა არის. რა თქმა უნდა, ცალკე თემაა, იმიტომ რომ ბრენდები არსებობენ ყველა რეგიონში, ფრანშიზები არსებობენ ყველა რეგიონში, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენ წლები ვიმუშავეთ ვინთემთანაც და იცით რომ ჩვენი მეორე ექსკლუზიური პარტნიორი ყველაზე მსხვილი ესპანური ჯგუფიც დაახლოებით 2 წელი რა ურთულესი მოლაპარაკებების შედეგად ძალიან რთული ადამიანებს დააჯერო პირველი შესვლა, entry ეგრეთ წოდებული. შემდეგ გაფართოება უკვე მუშაობის პროცესია და შენს პერფორმანსზეა დამოკიდებული. ბატონ ვალერი, კიდევ ერთხელ რა ნაწილი ავხსნათ, იცით? რას ცვლის ამ ბრენდების არსებობა? ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ინფრასტრუქტურისთვის, ანუ როგორ იცვლება ეს ყველაფერი დინამიკაში და მოდი ELT-ის მაგალითზე. თქვათ პირდაპირ, რა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია იმან,
რომ ესპანურ ჯგუფთან, ვინდჰემთან თქვენ ესეთ შეთანხმებებს მიაღწიეთ. დიდი მადლობა. ეს ალბათ ყველაზე კრიტიკული შეკითხვაა და რეალურად ამოხსნა ჩვენი კომპანიის და ჩვენი ჯგუფის წარმატების ისტორიის ზოგადად, რომელიც ბოლო 5 წელიწადში ხელშესახებ შედეგები ვართ ბაზარზე უკვე წარმოდგენილი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მაინც ჩემ პირადი მოსაზრებას გეტყვით. ეგ არის ცნობადობის ნაწილი. რეალურად ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვართ იმ სათანადო სიმაღლეზე, რომ საერთაშორისო მოგზაურმა ტურისტმა თავის პირველ არჩევანში დააყენოს საქართველოს და რეგიონი. ეს ბრენდები ხელს უწყდა ბევრი ფაქტორია ამის. ეს ბრენდები ნამდვილად ხელს უწყობენ ჩვენს ცნობადობას. ამერიკაში ვიზიტისასაც წარმოგიდგენიათ ალბათ თქვენს ყველა შემთხვევია იგივე ადამიანებმა დაგვაჯილდოვეს, გამოგვარჩიეს 100-ზე მეტი რეალურად ნომინანტი გამოგვარჩიეს, ფანტასტიკური შეგრძნება იყო, ხელმძღვანელობა, აღმასრულებელი დირექტორი, პერსონალად მოგვესალმა და ამ დროს ქვევით ჩამოსვლას მაინც გიწევდა ახსნა თუ რომელი ჯორჯიიდან, საიდან, როგორ, ანაირად და აქ არ არის საუბარი რომ მხოლოდ ამერიკელი პარტნიორები იყვნენ. იქ იყვნენ მთელი მსოფლიოს პარტნიორები. ამიტომ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რეალურად და მეორეს მხრივ რაც ვახსენე უკვე ჩემს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ეგრეთ წოდებული customer journey. ჩვენ დღეს ვსწავლობთ მომსახურების სფეროს. დღეს ვსწავლობთ, იმიტომ რომ შეიძლება რომ ინვესტიცია ჩადო როგორც კერძო ბიზნესმა, ისე სახელმწიფო შემოიყვანო ერთჯერადად ტურისტი, რომელიც მეორედ არ ჩამოვა. ზუსტად ეს customer journey მოდის ექსპერტიზიდან, რომელიც გააჩნია ამ ბრენდებს და ჩვენ ესე ძალიან გულმოდგინეთ ვსწავლობთ ამას რეალურად რომ შესაბამის სერვისი მივაწოდოთ. ბატონო ლე, თვითონ კონკრეტულად ამ ლას-ვეგასის თემიდანაც მარტო არ გეკითხებით ამას, მაგრამ იმ დაკვირვებიდან, რასაც თქვენ პირადად უყურებთ და მთელი გუნდი, არ ვიცი, ელგუჯათ იქნება, ბატონი ელგუჯა თურმაინძე იქნება, სხვები, საერთაშორისო ბრენდების ინტერესს როგორ აფასებთ საქართველოს მიმართ? ინტერესი ზოგადად ბიზნეს გაფართოების ყოველს აქვს. უბრალოდ კონკრეტულად კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აი განსხვავება ამაში, ჩვენთან არიან ბრენდები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია რაღაც ისტორიულად, მათთან მოლაპარაკებები გაცილებით მარტივია. ბატონი ელგუჯა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი მამუკა ჩვენი გენერალური დირექტორის პოზიციას და პრინციპში, იმიტომ ახსენე მისიაც კომპანიის არის ეს, რომ ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად ახალი. რატო ვიზახი ახალს? იმიტომ რომ იმ ახალს ახალი კონტინგენტი მოყვება. იმ ახალს ახალი მიბმული თავის ლოიალური კლიენტები. ანუ ეგ არის ჯაჭვური რეაქცია, რაც საბოლოო ჯამში. აბსოლუტურად. Windham-ს და Lakintas ბრენდის, რომელიც აპგრეიდი მიდის სოფლიო მასშტაბით და პრომოცია, მას აქვს უნიკალური ლოიალობის სისტემა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებული იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატო გადაწყდა ზოგადად Lakinta, ესეც სტრატეგიის ნაწილია. იმიტომ იცით ბათუმის მოცემულობა დღესდღეობით არის ძირითადად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები წარმოდგენილი და პლუს აპარტამენტები რომელიც ეგრეთ წოდებულ სამვარსკვლავიან კატეგორიაში გადის. აპარტამენტის მიწოდება შედარებით ჭარბია და რეალურად დეფიციტი იყო, როცა ამის კვლევა მიდიოდა ჩვენი კომპანიის სასტუმრო ოთახების 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს. კონკრეტული სეგმენტის. ანუ კონკრეტული მოთხოვნა დადგა, ჩვენ დავინახეთ, შევაფასეთ. რეალურად შენი არჩევანია, ხო თუ ადამიანს ბრენდს დაითანხმებ შემოსვლაზე, ეხლა სამვარსკვლავიანი შემოხვალთ 5-იანით. ეგ უკვე ტექნიკის საკითხია. უბრალოდ სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო 4 ვარსკვლავიანი ბრენდი თავის საფასო და მომსახურების პოლიტიკით. ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. კარგი, და ის რაც დავაანონსე, ამით მინდა შევაჯამოთ ბატონალერი, თავად კომპანიის პორტფელზე. ამ წუთში 3 გეოგრაფია არის დადასტურებული საქართველოს მასშტაბით. საუბარია აჭარის მიმართულება, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბათუმი, თბილისი და კახეთი. რა პროექტებთან გვაქვს საქმე, აი ეს რო აღწეროთ თუ შეიძლება. ჩვენ დავიწყეთ 2 მიმდინარე პროექტი, ერთს ხა დაახლოებით 2 თვის შიგნით ასევე გავაცხადებთ ბათუმში, ესეც იქნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს კატეგორია უკვე ესპანურ ჯგუფთან, ბარჩელო ჯგუფთან, ეს არის ოქსიდენტალის ბრენდი, რომელიც ასევე პირველად შემოდის საქართველოს. ეს დადასტურდა ბატონალერი უკვე. დიახ. ჩვენ შეგვიძლია უკვე ამის გაცხადება და 2 თვის პერიოდში დაახლოებით პროექტ პრეზენტაციასაც წარვადგენთ. რაც შეეხება თბილისს, თქვენ იცით ჩვენი ესპანური კვარტალი. კი ბატონო. აი რა გავლენა აქვს იკითხეთ თქვენ და გავლენა ზუსტად ეს არის, რომ რეალურად გაექცე კონკურენციას, კარგი გაგებით და ჩვენ შევძელით, ჩვენი პროექტი ამ წუთას არის პირველ სართულზე და რეალურად ბინების 100% დახურული გვაქვს. ეს ზუსტად გამოიწვია ბარჩელოს არსებობამ, მისი მართვის სტანდარტმა და მისმა რეპუტაციამ. დღესდღეობით ჩვენი residential ბლოკი ანუ დახურულია
ეხა მიდის რეალიზაცია უკვე სასტუმროს ნომრების როგორც ბიზნესის, კიდე სხვა პროდუქტია, რომელიც ასევე ტარგეტირებულად ევროპელ, დასავლეთ ევროპელ ინვესტორებზე იყიდება. აი ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, უცხოური ბრენდის გავლენის. რა მოიტანა, რა თქმა უნდა, რა მოიტანა და რა გავლენა იქონია. რაც შეეხება ჩვენს მეორე პროექტს თბილისში, რომელიც დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში გაიხსნება, ჩვენ იცით, რომ ჩვენ ინდივიდუალ კორპუსებს არ ვაშენებთ. ჩვენი ფილოსოფია არის განაშენიანება, ეგრეთ წოდებული დეველოპმენტი. ჩვენ შევიძინეთ მსხვილი ტერიტორია ამერიკის საელჩოს მიმდებარედ და ისევ ეგრეთ წოდებულ მინი ქალაქს თავის სასტუმრო, საცხოვრებელი, გასართობი, დასასვენებელი სრული ინფრასტრუქტურით წარვადგენთ წლის ბოლომდე სექტემბერ-ოქტომბერში. რაც შეეხება კახეთის პროექტს, ეს აბსოლუტურად უნიკალურია, ჩათვალეთ რომ ნოუ-ჰაუა საქართველოსთვის. ამ წუთას გვაქვს მოლაპარაკებები ყველაზე ლაქშერი ბრენდთან, რომელიც შეიძლება ჩვენთან ერთად კოლაბორაციაში იყოს კახეთში, თუმცა კახეთის პროექტზე არ მინდა რომ დღეს ახლა ბევრი რაღაც ღრმა დეტალებში ჩავიდე. მუშავდება უნიკალური კონცეფცია, თუმცა იქაც ამის დაანონსება შეიძლება რომ იქნება სასტუმრო გარემო, იქნება ეგრეთ წოდებული residential შესაძლებლობა, ხო? რა თქმა უნდა, ტერიტორია სპეციალურად გამოყოფილი და იქნება ასევე როგორც საერთო მოხმარების, ისე დახურული ზონები. დიახ. კარგი, ამ პროექტებზე დაველოდები თქვენ შემდგომ სტუმრობებს. ჩვენ ასევე აქტიურად მუშაობთ საზღვარგარეთ პროექტებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე გარე ერთ პროექტს დაანონსებთ. ორ პროექტს მინიმუმ დავაანონსებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ორივე ევროკავშირის ქვეყანაში. ELT ჯგუფის სახელით. ELT ჯგუფის სახელით, დიახ. მე წარმატებებს გისურვებ თქვენ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა უთხრა კომპანია ELT Group სტუმრობისთვის, მე მათ წარმატებებს უსურვებ. და ახალ პროექტებს, ლამაზ ნაგებობებს, რომელიც დაამშვენებს ჩვენ საქართველოს და ვიდრე სტუმარს ბატონ ვალერი გურგენაძეს უკაცრავად გავაცილებთ, ბატონ ვალერი ELT Group-ის კომერციული დირექტორი გახლავთ, ერთი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ. დიდი ნაგებობების აგება, იცით, მრავალმილიონიან ბიუჯეტებს უკავშირდება, თუმცა მაინც არსებობს მეგაპროექტები, რომელთა საფასო კატეგორიაც მინდა გითხრათ მილიარდობით დოლარზე გადის. ასეთ ნაგებობათა კატეგორიას ძირითადად მაინც ესეთი ატომური სადგურები მოიცავენ, რის გამოც გადავწყვიტეთ სიაში ისინი არ შევიყანოთ და აი სხვა დანიშნულების მქონე შენობებზე კონცენტრირდებით და უფრო დეტალურად ყველაზე ძვირად ღირებულ ნაგებობებზე მსოფლიოში. მოდი ვნახოთ ირაკლი მოდებაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. მეგაპროექტების განხორციელება ძვირიჯდება მათი მასშტაბისა და სირთულის გამო. ასეთი პროექტები მოითხოვს მასიური ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც თავისთავად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მიწის მომზადება, გეოტექნიკური სამუშაოები და უნიკალური ინჟინერული გადაწყვეტილებები დიდ ხარჯებს მოითხოვს. ასევე პროექტებში გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები, რომლებიც მოიცავს მაღალ ტექნოლოგიურ მასალებსა და ავტომატიზაციას, რაც დამატებით ზრდის ხარჯებს. სპეციალიზებული მუშახელის საჭიროება და შრომის ბაზარზე ზეწოლა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ზრდის დანახარჯებს. მასალების მაღალი ფასი, მათი ტრანსპორტირება და შენახვა ასევე მნიშვნელოვანი ხარჯის წყაროა. მეგაპროექტები ასევე ითხოვს უამრავ ნებართვას და რეგულაციებთან შესაბამისობის დაცვას, რაც დროსა და რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, პროექტების სირთულე ხშირად იწვევს დროში გაჭიანურებას, რაც დამატებით ზრდის ხარჯებს. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თქვენთვის ყველაზე ძვირად აშენებულ ნაგებობებზე მომეყოლა, რომელთა შორისაც ვერ შეხვდებით აეროპორტებსა და ატომურ ელექტროსადგურებს, რომელთაც ცალკე რეიტინგი ეცაჭიროებათ. მეხუთე ადგილი SoFi სტადიონი 6.33 მილიარდი დოლარი. SoFi არქიტექტურის ერთ-ერთი უახლესი შედევრია, მის ცნობადობას კიდევ უფრო ადგილობრივი ბეისბოლის გუნდი ლოს-ანჯელეს რამსი ზრდის, რომლის რიგებშიც იაპონურ სენსაციად წოდებული შოჰეი ოტანი ასპარეზობს. სტადიონზე შეხვდებით უსასრულო სახელით ცნობილ ეკრანს, რომელიც კომპანია Samsung-მა დაამზადა. ის არის ოვალური ორმაგი გამოსახულების მქონე 4K ეკრანი, რომელიც ჭერზეა დამაგრებული, თუმცა გადახდისას მისი სახურავისგან დაშორება შესაძლებელი ხდება. ის 1000 ტონას იწონის, 80 მილიონი პიქსელის გამოსახულებას აჩვენებს, გააჩნია 56 5G უსადენო ინტერნეტი და 360 გრადუსზე თანაბრად განაწილებადი აუდიო სისტემა. ახალმა მოედანმა უკვე მოასწრო და მიიღო 2022 წლის სუპერბოული და მალევე 2027-ში კიდევ ერთ ამერიკული ფეხბურთის დღესასწაულს უმასპინძლებს. 2026 წლის ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატისაც მოედანი 8 თამაშს უმასპინძლებს, ხოლო სტადიონს სახელი შეეცვლება და უბრალოდ ლოს-ანჯელესის მოედანი დაერქმევა, რაც FIFA-ს პოლიტიკითაა განპირობებული, არ გამოაჩინოს ისეთი კომპანიის სახელები, რომლებიც მისი სპონსორები არ არიან. ანალოგიურად მოიქცევიან 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისასაც, როცა სტადიონი ცურვის დისციპლინას უმასპინძლებს. მეოთხე ადგილი სენტოსას მსოფლიო კურორტი 6.74 მილიარდი დოლარი.
ეს არის პროექტი, რომლის კონცეფცია 2006 წელს შეიქმნა 6.74 მილიარდი დოლარით დაფინანსდა და Genting სინგაპურის მიერ იქნა განვითარებული. მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, 2010 წელს დასრულებისას ეს იყო მესამე ყველაზე ძვირადღირებული შენობა მსოფლიოში. კურორტი მოიცავს დაახლოებით 50 ჰექტარ მიწას და 15,000 ადამიანს ასაქმებს. სენტოსას კუნძული სინგაპურის ძირითადი ტურისტული დანიშნულების ადგილია, სადაც მიწა ძვირი და შეზღუდულია. აქ თქვენ შეხვდებით მსოფლიოში მოწინავე ატრაქციონებსა და გასართობ სისტემებს, როგორიცაა Universal Studios, Sea Aquariums, რომელსაც გააჩნია მოწინავე ფილტრაციის სისტემები და ინფრასტრუქტურა. სენტოსას მსოფლიო კურორტის მშენებლობა ძვირი აღმოჩნდა მისი მასშტაბის, სირთულისა და მსოფლიო დონის ხარისხის გამო. მიუხედავად ხარჯებისა, ის სინგაპურისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული აქტივი გახდა. ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს და სინგაპურის სტატუსს როგორც გლობალური ტურისტული ცენტრისას ამტკიცებს. მესამე ადგილი Marina Bay Sands, 7.79 მილიარდი დოლარი. Marina Bay Sands 40 ჰექტარზე აშენებული მრავალფუნქციური ინტეგრირებული კურორტია სინგაპურში. მისი კონცეფცია შთაგონებულია კარტების სახლით, 2 სათამაშო ბარათი ეყრდნობა ერთმანეთს და ქმნის სამკუთხედს. კურორტი მოიცავს 1850 ნომრიან სასტუმროს, 120,000 კვადრატული მეტრის ფართობის შეხვედრებისა და კონვენციების ცენტრს, 74,000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრს, ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმს, 2183 ადგილიან თეატრს, მსოფლიოში პირველ ცურვით ეფლის მაღაზიას და მსოფლიოში პირველ Louis Vuitton Island Mansions. ცნობილი შეფმზარეულებისა და მაღალი კლასის რესტორნებს, ასევე კაზინოს, რომელიც მოიცავს 500 სათამაშო მაგიდასა და 3000 ელექტრონულ სათამაშო აპარატს. Las Vegas Sands-მა პროექტს უწოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სამშენებლო პროექტი და უდავოდ ყველაზე ძვირადღირებული დამოუკიდებელი ინტეგრირებული კურორტი. კომპანიამ იპროგნოზირა, რომ კაზინო წელიწადში მინიმუმ 1 მილიარდის მოგებას მოიტანდა. პირველი ეტაპის გახსნიდან 2 თვის შემდეგ კაზინო დღეში 25,000 ვიზიტორს იზიდავდა, მათ შორის 1/3 სინგაპურელები და მუდმივი მოსახლეები იყვნენ, რომლებიც იხდიდნენ $150 ერთ დღიან გადასახადს ან $3,000 წლიურ შეუზღუდავ წვდომას. 2025 წლის დასაწყისში Las Vegas Sands-მა 9 მილიარდის სესხი უზრუნველყო გაფართოების დასაფინანსებლად, რაც სინგაპურის ისტორიაში უმსხვილესი კორპორატიული სესხია. კომპანიის მოლოდინია, რომ გაფართოება 2030-31 წლებში დასრულდება. მეორე ადგილი Abra Jal Bait, 19.5 მილიარდი დოლარი. მექაში 2012 წელს აგებული მაღლივი შენობების კომპლექსი ყველაზე დიდი ნაგებობაა მსოფლიოში, ამასთანავე საუდის არაბეთში ყველაზე მაღალი შენობაა. მსოფლიოში კი ამ პარამეტრით მე-6-ია. Abra Jal Bait-ის სიმაღლე 601 მეტრია. ამ შენობის პირდაპირ მდებარეობს ისლამის მთავარი სიწმინდა ქააბა. იქ მოსალოცად მილიონობით მუსლიმანი ჩადის და მათგან 100,000-მდე ადამიანი სწორედ კომპლექსის ყველაზე მაღალ შენობას სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ კოშკის საათი 6-ჯერ დიდია ლონდონის Big Ben-ის საათზე, რის გამოც 25 კილომეტრის დაშორებითაც კი ჩანს. საათი მსოფლიოში ყველაზე მაღალია და მიწიდან 400 მეტრზე მაღლა მდებარეობს, რაც მილუოკის ალენ ბრედლის საათის კოშკს აჭარბებს. მისი თითოეული სახე 43 მეტრის დიამეტრისაა და განათებულია 2 მილიონი LED ნათურით. საათის ზედა მხარეებზე, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებზე დიდი არაბული წარწერა წერია, ღმერთი უდიდესია, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებზე წერია არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა, მუჰამედი ალაჰის მაცნეა. პირველი ადგილი მექის წმინდა მეჩეთი 120 მილიარდი დოლარი. პლანეტის უდიდეს მეჩეთებს შორის პირველ ადგილს საუდის არაბეთში მდებარე მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთი იკავებს. ის აშენდა მექაში და სწორედ მის კედლებში ინახება საკვანძო მუსლიმური სალოცავი ქააბა. მუსლიმები თვლიან, რომ სალოცავის შემქმნელები თავად ანგელოზები არიან. 628 წლიდან შენობამ არაერთხელ შეცვალა განლაგება, გარე ფასადი და თანდათან გაფართოვდა, სანამ მეჩეთის ტევადობა მილიონ ადამიანს მიაღწია, საერთო ჯამში კი 2 მილიონს. დღესაც ეს რელიგიური კომპლექსი აგრძელებს გაფართოებას, მისი ფართობი 357,000 მეტრ კვადრატს შეადგენს და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. Mesjid al-Haramში ქადაგებები იკითხება ურდუ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. შენობის ცენტრალურ ნაწილში დამონტაჟებულია კონდიციონერი, ასევე ქალთა და მამაკაცთა ზონისკენ მიმავალი ესკალატორი. მსახურებაში მონაწილეობის მსურველ უცხოელებს ყურსასმენები ეძლევათ, რომლებშიც მათ შეუძლიათ მოისმინონ ქადაგების თარგმანი. მექა აღიარებულია როგორც ყველაზე ძვირადღირებული ადგილი დედამიწაზე. იქ 1 მეტრ კვადრატის ღირებულება ქალაქის ცენტრში დაახლოებით $100,000. ბიზნესის კვირეულის ეთერს განათლებაზე საუბრით ვაგრძელებთ. დღეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მსოფლიოში სახელგანთქმული MIT-ის პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, იგივე SEU-სთან ერთად გიყვებით შესაძლებლობაზე, რომლის შესახებაც არც მე გახდით საქმის კურსში. აღმოჩნდა, რომ SEU სწორედ ამ სახელით იცნობს საზოგადოება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს და მოდი მეც ამ აბრევიატურის თანხლებით გავშლი ამ თემას, ხო? ყოველწლიურად SEU
ბიზნესის და ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს სრული დაფინანსებით. არ მოგესმათ, სრული დაფინანსებით აგზავნის მასაჩუსეტსში, სადაც ისინი 3 კვირის განმავლობაში MIT-ის სტუდენტებთან ერთად MIT-ის კამპუსში Start MIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობენ. სეულ მსოფლიოს სხვა 4 უნივერსიტეტთან ერთად MIT-ის სამეწარმეო ცენტრის არის საუბარი Martin Trust Center for MIT Entrepreneurship ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის თანადამფუძნებელია. რაც ვისაც არ გესმით, მოდი კიდე აგიხსნით, რომ SEO პარტნიორობაშია MIT-ისთან, აი ამ კონკრეტული ქსელის და პროექტის დამკვიდრების თემაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. MIT-ისთან პარტნიორობა რას ნიშნავს, ეს ცოტა კიდე ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. აი რაც შეეხება თავად ქსელს და პროგრამას, გეტყვით, რომ Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ი გლობალური მასშტაბით ანტრეპრენერული განათლების გაძლიერებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. და ცოტა დეტალებში სტუმრებთან ერთად გავშლი ამ თემას, რისთვისაც სტუდიაში უკვე შემოგვიერთდნენ ნათია ჯიბლაძე, მე მივესალმები MIT-ის სრულად დაფინანსებული ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილეს, SEO-ს ასოცირებული, აფილირებული პროფესორი ჩემო ბატონო. ნათია ასევე სხვათა შორის არის PhD CXAC-ის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის დამფუძნებელი. ჩვენთან ერთად არის ზაალ ჭომბურიძე. მივესალმები ზაალს, რომელიც SEO-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია, რომელიც SEO-ს სრული დაფინანსებით გაემგზავრება MIT-ში და პაატა შურღაია, რომელიც დღეს MIT-ის ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილის სტატუსით შემოგვიერთდა. საქმიანი საზოგადოება BMG-ის მიმდევრები კარგად იცნობენ კომპანია Grant Thornton-ის მართულ პარტნიორს. მივესალმები პაატასაც. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. ნათია გამარჯობა, ზაალ მოგესალმები. დიდი მადლობა. იცი, ნათია, თქვენთან კითხვით მინდა დავიწყო. იდეაში შესავლისთვისაც საკმარისი იქნებოდა ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი ცოტა უფრო მოკლედ და თქვენგან კონკრეტულად იქნება ეს ყველაფერი თქმული. რას ნიშნავს SEO-ს და MIT-ის შორის პარტნიორობა? მოდი ამით დავიწყოთ და გავხსნათ თემა. კი ბატონო, მადლობა გიორგი, მოგესალმებით. მივესალმები BMG-ის მაყურებელს, მახარებს თქვენთან სტუმრობა და ამჯერად კიდევ ერთ-ერთი საინტერესო თემით დაგიბრუნდით. 2024 წლიდან საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEO-სა და MIT-ის პარტნიორობა იწყება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც თქვენს ახსენეთ, MIT-ისთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფრაგმენტულ ფორმატებზე ალბათ გსმენია, მაგრამ ეს არის სრულიად უნიკალური, განსხვავებული პარტნიორობა, შესაძლებლობა რომელიც ფაქტიურად SEO-ს საქართველოს სახელით და ზოგადად რეგიონის სახელით მონაწილეობას იღებს განათლების საერთაშორისო სამეწარმეო განათლების სადამფუძნებლო ფორმატში. ანუ SEO არის მსოფლიოს სხვა 4 მნიშვნელოვან უნივერსიტეტთან ერთად გლობალური სამეწარმეო განათლების ქსელის თანადამფუძნებელი პარტნიორი და ეს საკმაოდ ესეთი მსხვილი, კომპლექსური და გრძელვადიანი სტრატეგიული მნიშვნელობის თანამშრომლობა ხელს უწყობს სამეწარმეო განათლების პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების უზრუნველყოფას და გავრცელებას არა მარტო რეგიონში, ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ქსელის წევრებს აქვთ მიზნად დასახული სწორედ ამ განათლების მეთოდოლოგიაში გამოყენება უშუალოდ MIT-ის პრინციპების და მიდგომების და ამ პარტნიორობაზე დაფუძნებით უკვე SEO-შიც შეიქმნა MIT MTC GLEAN საზოგადოება, სამეწარმეო და ენტერპრენერული ცენტრი. GLEAN-საც განმარტავ აქვე Global Leaders for Entrepreneurship Educators network-ი და ამ network-ის წევრები ვართ. წარვადგენთ საქართველოს და გვიხარია, რომ ქვეყნის წარმოჩენა ესეთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა გვაკისრია ამ მიმართულებით. პარტნიორობის დასაწყისში 2025 წლის დასაწყისშივე ჩვენი გუნდი ეწვია უშუალოდ ბოსტონში MIT-ის. იქ არსებული სხვადასხვა ფორმატების საშუალებით დავისახეთ მიზნად ეს გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობა და ეს მუდმივად გრძელდება. დაბრუნების შემდგომ ჩვენ სტრატეგიული განვითარების ხედვებზე სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, მუდმივად ონლაინ რეჟიმში
რეჟიმში ამ ქსელის წევრ ქვეყნებთან კანადა, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ავსტრია ასევე ჩართული არის MIT-ის ასე ვთქვათ მიდგომებით მუშაობთ ამ სტრატეგიული ხედვების პროგრესის გაზიარებაზე და რა თქმა უნდა MIT გუბრუნებს უკავშირს როგორ გავაგრძელოთ ეს დიდი კურსი. რა შესაძლებლობებს ხსნის ეს ამბავი სტუდენტებისთვის და აღმოჩნდა რომ არა მხოლოდ სტუდენტებისთვის პატა, არამედ მთლიანად როგორ ვთქვა, აკადემიური საზოგადოებისთვის, მოდი ესე ვიტყვი. და რეალურად რაზე გავდივართ ამ შესაძლებლობით. ნათიას პათოს გავაგრძელებ. გააგრძელე. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სტრატეგიულ ძელვადიან სტრატეგიულ კომპონენტს წარმოადგენს MIT-სთან თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე და ახლაც შეიქმნა უამრავი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის დაკავშირებული ბიზნესის, ტექნოლოგიების და ინოვაციების კუთხით. მაგალითად, სხვადასხვა საფეხურთან დაკავშირებით. ეს იქნება ხელოვნური ინტელექტი, ეს იქნება ფინტეკი, ეს იქნება data science და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, ამ კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პარტნიორ კომპანიებთან, ვინც პრაქტიკაში ამ მიმართულებით ბიზნესს ქმნის, ისე საერთაშორისო ბაზარზე MIT-სთან თანამშრომლობა. შესაბამისად, MIT-სთან თანამშრომლობა არ არის ასე ვთქვათ, რაღაც ერთი მიმართულებით, მხოლოდ და მხოლოდ რომ ეს იყოს რაღაც გადამზადების ნაწილი, ეს არის დაკავშირებული იმ ძელვადიან სტრატეგიასთან, რომელსაც უნივერსიტეტი ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება, როგორც შენ აღნიშნე, გიორგი, ეს არის ორი ასე ვთქვათ ფოკუსი, ერთი ეხება ლექტორების, პროფესორების და მასწავლებლების განათლებას, აკადემიური პერსონალის და აკადემიური პერსონალის დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აქ არის ღია ტიპის კონკურსი, ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ პერსონალს, რომელიც დღეს დასაქმებული არის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის SEU-ში. თუმცა, რა თქმა უნდა, პირობა არის ის, რომ გარედან, ასე ვთქვათ, გუნდის უნივერსიტეტის გარედან ვინც შეირჩევა, ის უნდა იყოს შემდგომ პროფესორის სტატუსის მანიჭებელი ეროვნული უნივერსიტეტის SEU-დან, ხო? ანუ გამომდინარე აფილაცია უნდა იყოს. აფილაცია უნდა გააკეთოს, დიახ. და ახლაც მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს ღია კონკურსი და შესაბამისად ვინც იქნება დაინტერესებული ამ კუთხით, ნებისმიერ ტიპის საზოგადოება, რომელსაც აქვს გამოცდილება ბიზნესის, ტექნოლოგიების ან ზოგადად ბიზნესის მართვის სტარტაპების კუთხით, მას შეუძლია მონაწილეობის მიღება. და მეორე ნაწილი, რაც შენ თქვი, ეს არის სტუდენტები, სტუდენტებთან მიმართებაში ფოკუსი მხოლოდ და მხოლოდ ეხება უნივერსიტეტის შიგნით და ზალი ყავს ამის ნაწილი მაგალითი. აქ ლოგიკური არის სხვადასხვა ფორმატი არის, Start MIT, სამკვირიანი, ასე ვთქვათ, სრული დაფინანსებით მიდიან სტუდენტები, რომელსაც ექნებათ გამოცდილება როგორც სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით, ისე პრაქტიკული შეხება სხვადასხვა სტარტაპებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინკუბატორებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პროგრამებთან დაკავშირებით, რომელსაც MIT და ზოგადად ეს კამპუსი ახორციელებს და თუ შეიძლება რომ აღვნიშნო, MIT-ს აქვს ესეთი მიმართულება, რომ ფორმა, სადაც შინაარსი მისი ასე ვთქვათ განივთება ხდება, დიდ ყურადღებას აქცევს. ანუ მარტივად ვთქვათ, შეიძლება საქართველოში იყოს რაღაც ფორმას ვქნიდეთ, უბრალოდ შინაარსს ვქნიდეთ, რომელსაც ფორმა არ გააჩნია, აქ ფორმა არის, რომელიც მაინდსეტის, ადამიანის ასე ვთქვათ მენტალიტეტის ჩამოყალიბებას ემსახურება და მასზე უნდა მოხდეს შემდგომ დაფუძნება იმ განათლების. სოდნის მეთოდოლოგიის გამავრცელებლებთან გვაქვს, ხო? საქმე მეთოდოლოგიის ტიპიურად რაღაც სხვა თემა მსოფლიოს მასშტაბით. მარტივად რო თარგმნოთ, ის ყველაფერი, რაშიც SEU, MIT-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩაერთო. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ესეც, იმიტომ რომ ეს საზოგადოება, რომელიც იქ ჩავა, არ იქნება მხოლოდ მხოლოდ შეხება ამერიკის პრაქტიკაზე. თქვენც მაგალითზე რა სიტყვით? თქვენ ხო ბრძანდებოდით თუ? დიახ, ჩვენ ვართ პირველი ასე ეგრეთ წოდებული კოჰორტის პირველი ნაკადის წევრი და როგორც ვახსენე, ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო იმ კუთხით, რომ უბრალოდ მენტალიტეტს როგორც სulis ეს ყველაფერი, ანუ პრობლემა საზოგადოებაში ჩვენთან ხშირად ვამბობთ, რომ არის პირობითად ფინანსების, შეიძლება პრობლემა არის განათლების, შეიძლება პრობლემა იყო მეწარმეობის, მაგრამ პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა არის იდეის არქონაში და MIT ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე მისი, ასე ვთქვათ, მაინდსეტის, მენტალიტეტის, გონებრივი იერიშის ჩამოყალიბების კუთხით. და გლინთან დაკავშირებით მინდა ვახსენო, მოგეხსენებათ, რომ MIT-სთან ერთად რომლის ასე ვთქვათ, ფუძემდებელი არის და SEU-ს წარმოადგენს დამფუძნებელ წევრს, წარმოადგენელი არის კანადის უნივერსიტეტი, ბრაზილიის უნივერსიტეტი, ავსტრიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და ჩვენ
და არა მხოლოდ ჩვენ სტუდენტებსაც შეხება ექნებათ ამ ასე ვთქვათ ნაკადებიდან ამ ქვეყნებიდან შესაძლებელი წარმომადგენლებს და აზრების გაცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მომენტში. ნათია პატას გაგრძელებულ თემას უბრუნდებით თქვენთან მიმართებით გეტყვით რა კურსში. ამ ტიპის აქტივობის დაფუძნება და პარტნიორობის ჩამოყალიბება რა როგორც შლის რეგიონს. მე რამდენად ვიცი ეს სრულად პრეცედენტული ამბავია და ამისი ანალოგი არ არსებობს რეგიონში. ჩვენ ესეთი რამ არ გვაქვს. როგორ აისახება ეს ყველაფერი რეგიონზე და მათ შორის არის თუ არა ნაფიქრი, რომ რეგიონიდანაც შეიძლება იყოს ძალიან დიდი დაინტერესება იმ ყველაფრის მიმართ, რაზეც საუბრობდით თქვენ და ბატონი პაატაშვილიამაც ძალიან დეტალურად როგორც მას ჩვევია ახსნა ეს ყველაფერი. კი ბატონო, ნამდვილად ესეთი საინტერესო და ქვეყნისთვის საინტერესო კითხვა არის და ამ კითხვაზე ბრუნდები, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ ბიზნესს, საგანმანათლებლო დაწესებულებას, ეგრეთ ვახსენე ჩვენი გარკვეული პასუხისგებლობა გვაქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით და ქვეყნის ჭრილში როგორც ნებისმიერ ინდუსტრიას განსაკუთრებით ასევე საგანმანათლებლო სივრცეს ეს საჭიროება რომ იყოს გლობალური საერთაშორისო საზოგადოების წევრი. ზუსტად ეს არის ის უპრეცედენტო შესაძლებლობა, რაც MIT-თან პარტნიორობით შეიქმნა რეგიონის მასშტაბით საქართველოსთან ვართ წარმოდგენილები, შესაბამისად ეს არ გულისხმობს მხოლოდ ინფორმაციული ნაკადის, ცოდნის ან გამოცდილების შემოდინებას. ეს თავისუფლ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღიარების საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების შესაძლებლობას ქმნის და შესაბამისად ესეთი გეოგრაფიულად მასშტაბირებადი სტრატეგიული ინიციატივა არის ფაქტიურად აღნიშნული პარტნიორობა. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ცოდნის მიღება უფრო და უფრო ქართულ უნივერსიტეტებში უახლოვდება საერთაშორისო პარტნიორობას, იქნება პლატფორმა სტარტაპერებისთვის, ინოვაციური ლიდერებისთვის, ბიზნესებისთვის საკმაოდ საინტერესო გარემო, ასევე რეგიონის მასშტაბით სტუდენტებისთვის ძალიან ფაქტიურად რეგიონულ ჰაბად ყალიბდება ქვეყანა, სადაც MIT-ის მიერ ავტორიზებული, ლიცენზირებული ცოდნის მიღების შესაძლებლობა და ეს თავისთავად უკვე გარდაიქმნება ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობებში, რა თქმა უნდა, ინოვაციებისა და განათლების ხელშეწყობის კუთხით. კიდევ ერთი რაც შეგვიძლია დავამატოთ არის ის, რომ ეს მუდმივად ფაქტიურად 24 წლის ბოლოდან დაიწყო ეს პარტნიორობა, 25 წლის დასაწყისში ვიყავით წარმოდგენილი ბოსტონში, აგერ უკვე სტუდენტები ემზადებიან და წელს კიდევ მეორედ მოუწევს ჩვენ გუნდს დიდ მისიაში ჩაბმა, ასე ვთქვათ, ბოსტონში, ივლისში, კი ბატონო, უშუალოდ MIT-ში და ამ გლინის საზოგადოების გაფართოებული შემადგენლობით სტრატეგიული დაგეგმარების საერთაშორისო სესიაში მონაწილეობის მიღება. უკვე შეკრებები ხდება, ნათია როგორც პარტნიორები იკრიბებიან ბატონო, ხო მარტივად და სამუშაო შეხვედრების ფორმატში. ოფლაინ გასაგებია, ახლა ამ შემთხვევაში ჩასვლა ვახსენე. ამ შემთხვევაში ჩასვლითაც კვარტალურად ყოველი კვარტალში გვაქვს შეხვედრა, გაცვლა ინფორმაციის, როგორც გვეს ქვეყნებთან ამ გლინის ნაწილზე და დავამატებდით შეიძლება. თვითონ MIT-ის ძირითადად ეს 90-იანი წლებიდან შენახსენეს MTC-ის ნაწილი, Martin Trust Center, მიმართულება არის დისციპლინური მეწარმეობა. და ეს ნიშნავს ეს რის ბაზაზეც არის ეს ყველაფერი დაფუძნებული ჩარჩო არის ასე ვთქვათ და დისციპლინა და მეწარმეობა და ყველა თული სოფლიოს მასშტაბით რომ ეს დისციპლინა და ეს ორი ოქსიმორონი ასე ვთქვათ მეწარმეობა როგორ შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და ნიშა და ნოუ-ჰაუ MIT-ის არის ის რომ ზუსტად დისციპლინა და მეწარმეობა გააერთიანა და ამის ბაზაზე შექმნა უნიკალური ჩარჩო ასე ვთქვათ მიდგომების ეს ეგრეთ წოდებული 24 ნაბიჯი 15 ტაქტიკა და შესაბამისად ამ ყველაფერს ამ პრაქტიკაში ზალ, ყველაზე მეტი შეუნდა გესაუბრა ჩემთან ნათიასთან და პაატასთან შედარებით. გითხარი ის შანსი რომელიც თქვენ გამოიყენეთ და ალბათ ყველაზე მეტად კარგად გადასცემს თაობისთვის რა შანსი და რა გამოცდილებაა ეს ყველაფერი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. დიდი პატივია ჩემთვის თქვენ ეთერში ყოფნა. ესე იგი, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბავშვობიდანვე დაინტერესებული ვიყავი სტარტაპერობით და ჰაკათონებში ჩართვით და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ინოვაციური იდეა ქონდა წარდგენილი მანამდე სანამ სეულში დავიწყებდი სწავლას, ხოლო გასული წლების განმავლობაში ბოლო 2-3 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დახმარებით სეულს მეშვეობით მონაწილეობა მივიღეთ ჯიტა საგრანდო კონკურსებში, სადაც წარმატებულად ვიასპარეზეთ და შესაბამისად ჩემი სტარტაპერული იდეები და ანტრეპრენერული იდეები ჭირდება იმისთვის, რომ განვავითარო. შესაბამისად MIT მომცემს ზუსტად იმ საშუალებას, რომ ბიზნესის კუთხით უფრო დავხვეწო ინოვაციური იდეები და
ესე ვთქვათ, სტრუქტურულად თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული იყოს. სულ გაისეთ მიემგზავრებით, ხო თქვენ? დიახ. არის რაღაცა უკვე გაწერილი, რას ელოდებით და რა მოლოდინები გაქვთ? მოლოდინები უმაღლესი გვაქვს, რადგან სწორედ ისეთ ხალხთან გვიწევს შეხვედრა, როგორც ძალიან გამოცდილებიანი კონკრეტულად ამ სფეროში ანტრეპრენერობა ქვია. მომავალ წელს მონაწილეობას მივიღებს სწორედ ამ სტარტ-ემატის პროგრამაში და ჩემი აზრით გარდამტეხ როლს ითამაშებს ჩვენი სტუდენტების ცხოვრებაში და ჩვენი სტარტაპერული იდეების განვითარებაში. წარმატებები. უდიდესი მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ თემას მხოლოდ ეხლა ვხსნით ჩვენ ამ იმაზე, იმიტომ რომ მართლა გამორჩეული მნიშვნელობა აქვს. და რა ვიცი. მადლობა რომ გაგვიზიარეთ ეს ყველაფერი. მადლობა და ინტერესებს. წარმატებებს გისურვებ. ნათია ჯიბულაძე, MIT-ის სრულად დაფინანსებული ენტრეპრენორული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილე, ზაალ ჭუმბურიძე, SEO-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი და პაატა შურღაია, ნახეთ დღევანდელი მისი რეგალიე, ანტრეპრენორული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილე. ესეც ხდება. მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ სტუმრებს, რომ შეწუხდნენ ამ კვირადღეს და საქმიანი საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენეს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე არაჩვეულებრივი შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც SEO საკუთარ სტუდენტებს და თეანთ აკადემიური საზოგადოებისთვის ქმნის MIT-ის და პარტნიორობის ფარგლებში მოკითხვების SEO-ს რექტორს ბატონ გია კავტელიშვილს და SEO-ს თელ გუნდს. და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დავასრულოთ ეს თემა ისე, რომ არ მოგიყვეთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ. მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ უმაღლეს სასწავლებელზე, რომელმაც განათლების გლობალურ რუკაზე სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უპირობო ლიდერის და ავტორიტეტის პოზიცია. ხო და მოდი ერთად ნახოთ და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ MIT-ის ისტორია. როგორ დაარსდა, ვის მიერ დაარსდა და განვითარდა ეს უნივერსიტეტი, რომელიც დღეს საქართველოდან ელის სტუდენტებს და ლექტორ პროფესორებს. როგორი იქნებოდა თანამედროვე სამყაროს სანავიგაციო სისტემების, ელექტრონული ფოსტის, ფუნქციური პროგრამული ენების, ან საერთოდაც ინტერნეტის გარეშე. ყველა გამოგონებას საერთო წარსული აქვს. თითოეული მათგანი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში დაიბადა. კერძო უნივერსიტეტში, რომელიც დაფუძნების დღიდან აერთიანებდა მეცნიერებაზე შეყვარებული ადამიანების მცირე კომუნას. დღეს კი პლანეტის ტექნოლოგიურ ბირთვად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველწლიურად 11,000-ზე მეტ სტუდენტს უყრის თავს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, იგივე MIT-ის ისტორია მე-19 საუკუნიდან, 1859 წლიდან იწყება, როდესაც შტატის საკანონმდებლო ორგანოს ბოსტონში, ბეიქ-ბეის ახლად გახსნილ უბანში ხელოვნებისა და მეცნიერების კონსერვატორიის გახსნის ინიციატივა წარუდგინეს. 1861 წელს მასაჩუსეტსის თანამეგობრობამ ხელი მოაწერა ქარტიას მეცნიერ უილიამ ბარტონ როჯერსის ავტორობით, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ბუნების ისტორიის ბოსტონის საზოგადოების შექმნას ითვალისწინებდა. როჯერსი მიზნად ისახავდა შეექმნა უმაღლესი განათლების ახალი ფორმა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას აუწყობდა ფეხს, რასაც მისი რწმენით კლასიკური ინსტიტუციები ვერ უმკლავდებოდნენ. როჯერსის გეგმა სამ პრინციპზე იყო დაფუძნებული: სასარგებლო ცოდნის საგანმანათლებლო ღირებულებაზე, პრაქტიკული სწავლების აუცილებლობასა და ბაკალავრის საფეხურზე პროფესიული და ჰუმანიტარული განათლების ინტეგრირებაზე. სწორედ ასე გახდა MIT პიონერი ლაბორატორიული სწავლების დანერგვაში. 1861 წელს სამოქალაქო ომის ფონზე როჯერსს უნივერსიტეტის გახსნისთვის საჭირო დაფინანსების მოძიება გაუჭირდა. გადაიდო ფაკულტეტების დაკომპლექტებისა და სტუდენტების მიღების პროცესი. MIT-ის პირველი ლექციები მოგვიანებით 1865 წელს ბოსტონის ცენტრში ნაქირავებ შენობაში ჩატარდა. ინსტიტუტმა ევროპული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მოდელი დაამკვიდრა. მიუხედავად მუდმივი ფინანსური პრობლემებისა, სასწავლებელი სწრაფი ტემპით იზრდებოდა და მე-19 საუკუნე 1000-ზე მეტი სტუდენტით დაასრულა. შეიქმნა ელექტრო, ქიმიური, საზღვაო და სანიტარული ინჟინერიის პროგრამები. ბეიქ-ბეიში აშენდა ახალი შენობები. MIT-ის სასწავლო გეგმა სულ უფრო ნაკლებად ეფუძნებოდა თეორიულ მეცნიერებებს. 1912 წლიდან MIT ბოსტონიდან კემბრიჯში გადავიდა და იქ დაიდო ბინა, სადაც კამპუსი დღემდე ფუნქციონირებს. ახალი კამპუსის ასაშენებლად ანონიმმა დონორმა მისტერ სმიტის სახელით მილიონობით დოლარი გაიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ დონორი, რომელმაც 1,5 კვადრატულ კილომეტრზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებას შეუწყო ხელი, კოდაკის დამფუძნებელი ჯორჯ ისტმენი იყო, რომელმაც ნაღდი ფულის სახით 20 მილიონი დოლარი გაიღო. ამასობაში MIT ტექნოლოგიური განვითარების ამერიკულ ხაბად ჩამოყალიბდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მკვეთრად გაიზარდა უნივერსიტეტის სამხედრო კვლევით პროექტებში ჩართულობა. 1941 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინჟინრები და მეცნიერები MIT-ის რადიაციულ ლაბორატორიაში შეიკრიბნენ, სადაც ერთი წლით ადრე პირველი მიკროტალღური რადარი შეიქმნა. იქ შესრულებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე, ასევე ამ სფეროს განვითარებაზე. ეს ტემპი MIT-მ უცვლელად შეინარჩუნა და ციფრული ეპოქის განვითარებას ხელი შეუწყო. დღეს MIT მსოფლიოს წამყვანი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც არაერთი გენიოსი აღუზრდია, როგორც ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიების, ასევე მეცნიერებისა და ეკონომიკის მიმართულებით. MIT უნივერსიტეტთა ზოგად რეიტინგებში მუდმივად ხვდება ტოპ 5-ში. უმაღლესი განათლების ანალიტიკური ფირმა QS-ის რეიტინგში MIT ზედიზედ მე-13 წელია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად სახელდება. საუკეთესო მიმართულებებადაა აღიარებული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები, ბუნებისმეტყველება, ბიზნესი, არქიტექტურა, ეკონომიკა, ლინგვისტიკა, მათემატიკა, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია. ბრიტანული გამოცემა Times Higher Education MIT-ის 6 სუპერბრენდ შორის ასახელებს ბერკლისთან, კემბრიჯთან, ჰარვარდთან, ოქსფორდთან და სტენფორდთან ერთად. MIT-ის კურსდამთავრებულებს შორის ირიცხებიან ნობელის პრემიის 105 ლაურეატი, 41 ასტრონავტი, ტურინგის ჯილდოს 26 მფლობელი, სხვადასხვა ქვეყნის 8 მმართველი, მეცნიერების ეროვნული მედლის 58 მფლობელი, მარშალის 83 სტიპენდიანტი და სხვა. ინსტიტუტთანაა ასოცირებული ძლიერი ანტრეპრენული კულტურა და შემთხვევითი არაა, რომ MIT-ის კურსდამთავრებულთა ანგარიშზე არაერთი ცნობილი და წარმატებული კომპანია თუ მოვლენა ირიცხება. მათ შორისაა ბაზ ალტრინი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 1979 წელს მთვარეზე ფეხი დადგა. ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი კოფი ანანი, ინგრედიონის პრეზიდენტი აილინ ეს გორდონი, პირველი ატომური ბომბის თანაშემქმნელი რიჩარდ ფეინმანი, დროპბოქსის დამფუძნებელი დრიუ ჰიუსტონი, სანავიგაციო GPS სისტემების შემქმნელი ივან გეტინგი. BuzzFeed-ის CEO ჯონა პერეტი, Sony Production-ის პრეზიდენტი და რეალიტი შოუების სულისჩამდგმელი ანდრეა ვონგი, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ბენ ბერნანკე, იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტოს პრეზიდენტი კეიჯი ტაჩიკავა და სხვები. დღეს MIT არაერთი ადამიანის ან ჯგუფის, არამედ MIT-ის კორპორაციის მფლობელობაშია. კერძო უნივერსიტეტს სამეურვეო საბჭო მართავს, რომელიც ინსტიტუტის სტრატეგიულ განვითარებასა და ფინანსურ მენეჯმენტზეა პასუხისმგებელი. საბჭოს წევრები არიან სხვადასხვა ინდუსტრიის, მათ შორის ბიზნესის, აკადემიისა და მთავრობის გამორჩეული ლიდერები. დღეს საბჭოს თავმჯდომარე მარკ გორნბერგია, პრეზიდენტი კი სალი კორნბლატი. 2024 წელს MIT-ის საოპერაციო ბიუჯეტმა 4,78 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომელიც თითქმის ნახევარით სხვადასხვა კვლევის დაფინანსებას მოხმარდა. ბაკალავრის საფეხურზე 2025-2026 აკადემიურ წელს სწავლის საფასური 99,340 დოლარს აღწევს. საიდანაც საცხოვრებელ ხარჯებს 13,614 დოლარი ეთმობა. კამპუსზე ყვებას კი 7,650 დოლარი. ამასთან უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ დახმარებასაც სთავაზობს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მოქმედებს და სწავლების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. MIT-ის რეპუტაცია, ხარისხი, საჟეღავათო პირობები და სხვა უპირატესობები უზრუნველყოფს, რომ ამ უნივერსიტეტის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ისევე როგორც MIT-ის კურსდამთავრებულთა მიერ დაფუძნებული წარმატებული კომპანიებისა და მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების რიცხვი. ასევე დაგენერირებული შემოსავალიც, რომელიც დღეს 1,9 ტრილიონ დოლარს აღწევს. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ავიაკომპანიის ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3-ჯერ Airbus 319-ით განახორციელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავის სტატისტიკით 2022 წელს საქართველოში სერბეთიდან აეროპორტების გავლით 2426 ტურისტულ ვიზიტს ახორციელების დასტურს აკეთებს სტატისტიკურად, ეს წლიურად 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქ ბაზაც გავითვალისწინოთ და მაისის მონაცემებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის და 15% შეადგინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ხოლო წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ზრდა 13%-ია. მოხარულები ვართ, რომ გააცნობოთ, რომ კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ოპერირებას იწყებს ავიაკომპანია Air Serbia, რომელიც კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს რეისებს ბელგრადის მიმართულებით.
კიდევ ერთი კომფორტული მიმართულება და კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი ჩვენი მგზავრებისთვის. ბელგრადი არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი ევროპაში და ჩვენს მგზავრებს შეეძლებათ ბელგრადიდან როგორც ამერიკის, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებით გადაადგილდნენ. ძალიან გვახარებს ეს ინფორმაცია. აქვე მინდა დავამატო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვაქვს 14%-იანი მატება წინა წელთან შედარებით, გვემატება ახალი ევროპული და არა მარტო ევროპული ავიაკომპანიები, ასე რომ ჩვენთვის მართველი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევ ახალ მიმართულებებზე მუშაობა და მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, რასაც ვაწარმოებთ. საქართველოს კი ორი ახალი აეროპორტის მომოდინშია. მთავრობის გეგმით ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი უნდა აშენდეს, ხოლო თელავის აეროპორტმა რედიზაინი განიცადა და შიდა რეისები უნდა მიიღოს. გასულ წელს დაანონსებული ყველაზე დიდი აეროპორტის პროექტზე ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ვიდრე ქართული ოცნება აეროპორტების პროექტებზე საუბრობს, აგერ სოხუმში დე-ფაქტო მთავრობამ აეროპორტი უკვე გახსნა და რუსული სანქცირებული კომპანიების დაფრინავენ. ერთად გადავხედოთ საქართველოს აეროპორტების ბაზარს და ვითარებას, რაც ამ ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს. ყურადღება მგზავრები და თქვენი ნიკოლოზ სიქსიო ირაკლი გამოცხადეთ ასევე ერთხელ გაზაფხულთან. მთავრობის გეგმით ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი უნდა აშენდეს. თელავის აეროპორტმა კი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და შიდა ფრენებს მოემსახუროს. გასულ წელს დაანონსებული ყველაზე დიდი აეროპორტის პროექტზე ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ პროექტის განხორციელება შეუფერხებლად მიდის, თუმცა უშუალოდ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო არ არის. ვაზიანის აეროპორტი განვითარდება შეუფერხებლად, ანუ ეს გეგმა არსებობს. ვაზიანის განვითარება ეს არის ცალსახლად ახალი იმპულსი ზოგადად მთლიანად ავიაციის, ავიაციო პოლიტიკის, ტურიზმის და ურბანული განვითარების კუთხითაც. ვაზიანი ალტერნატიული პროექტია, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდება. იცით, რომ ჩვენ ყავს IDB, ძირითადი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ექსპერტიზაში გვეხმარება. ეს პროექტი ხორციელდება აეროპორტების გაერთიანების მიერ გეგმაზომიერად. თბილისთან ახლოს ვაზიანში ახალი აეროპორტი გეგმის მიხედვით ქვეყანაში ყველაზე დიდი უნდა იყოს. ამ დროისთვის საქართველოს 3 საერთაშორისო აეროპორტი აქვს. აქედან 2 სტავ-ურბან საქართველო მართავს და 2025 წელს სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტით ამ უფლებას კომპანია 2027 წლამდე ფლობს. იმავე ხელშეკრულებით თბილისის აეროპორტიდან 150 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია. Google Maps-ის მონაცემებით თბილისის აეროპორტიდან ვაზიანამდე დაახლოებით 15 კილომეტრია. მთავრობა 19 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანი აეროპორტის საჭიროებას ხედავს და ამ საკითხზე საუბრისას პრემიერი ამბობს, რომ შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფართოების შემთხვევაში მისი მაქსიმუმი 15 მილიონი მგზავრის გატარება იყო, რაც არასაკმარისია. თბილისის აეროპორტმა რეკორდული 4.050.425 მგზავრი 2024 წელს გადაიყვანა. ტენდენცია მზარდია, თუმცა რა ვადაში ან როგორ შეიძლება მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდოს, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც საჯაროდ არის ცნობილი, იგეგმება ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რომელიც დაადასტურებს როგორც ეკონომიკურ მიზანშეწონილობას ახალი აეროპორტის, ასევე არსებული აეროპორტის გაფართოების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მართალია მიღებულია სახელმწიფოს მთავრობის მიერ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან დიდი საინვესტიციო პროექტი და აქ როგორც სახელმწიფო სექტორი იქნება ჩართული, ასევე იქნება კერძო ინვესტორებიც. ჩემთვის ცოტა რთულია ამ ეტაპზე ერთ მნიშვნელოვნად თქვა, რომელი პროექტი იქნებოდა უფრო მომგებიანი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის და ასევე საავიაციო სფეროსთვის. მოლოდინაშვილის თქმითვე ვაზიანის აეროპორტის აშენების შემთხვევაში შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი დაიხურება. სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთი დისტანციით ორი აეროპორტის ფუნქციონირება ეკონომიკურად გაუმართლებელია. განსხვავებულია თელავის აეროპორტთან დაკავშირებით შეფასებები. მთავრობის დაპირებით თელავში აეროპორტი უკვე მოქმედი უნდა იყოს, თუმცა აეროპორტების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
თავდაპირველად პროექტი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას ითვალისწინებდა, თუმცა ბაზიანის საერთაშორისო აეროპორტის უმსხვილესი 20 მილიონ გზავრზე გათვლილი პროექტის დაწყების შემდეგ და ახლო რადიუსში ორი საერთაშორისო აეროპორტის გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით და სწორი საავიაციო განვითარების მიზნებისთვის მიმდინარეობს თელ-ავის აეროპორტის პროექტში ცვლილებების შეტანა. პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად აეროპორტი მორგებული იქნება მხოლოდ შიდა ფრენებზე, განიხილება ბიუჯეტის კორექტირება, შემცირდება აეროპორტის გამტარობა. თელ-ავის აეროპორტისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება, მე ვფიქრობ, რომ იქნებოდა გაუმართლებელი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ზომის ქვეყანაში, როგორც არის საქართველო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და იქიდან 100 კილომეტრის რადიუსში კიდე მეორე საერთაშორისო აეროპორტის არსებობა აბსოლუტურად ეკონომიკურად გაუმართლებელი და მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი ხარჯი იქნებოდა ინვესტიციის თვალსაზრისით. ბაზიანის თუ თელ-ავის აეროპორტებზე მსჯელობის პარალელურად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ აეროპორტი 30 წლიანი პაუზის შემდეგ მაისის დასაწყისში გახსნა და იქ რუსული სანქცირებული ავიაკომპანიები უკვე დაფრინავენ. მოსკოვის სოხუმის პირველი რეისი უბიტი აერომ უკვე შეასრულა. სოხუმის აეროპორტში, რომელიც ქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს, ფრენები 1992-99 წლების შემდეგ შეჩერებული იყო. მის აღდგენაზე საუბარი 2022 წლის აგვისტოში დაიწყო და მაშინ რუსული მედია წერდა, რომ პროექტში რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას კომპანია ჩაერთვებოდა. მოგვიანებით კომპანიასთან დე-ფაქტო მთავრობამ მოლაპარაკებების შეწყვიტა. არჩევანი 2023 წლის ივნისში რეგისტრირებულ კომპანიაზე სახელწოდებით ინფრასტრუქტურული განვითარება შეჩერდა. მისი ხელმძღვანელი სერგეი გრიბკოვია, რომელიც მანამდე Airport Management კომპანიაში მუშაობდა, რომელიც თავის მხრივ დომოძედოვოს აეროპორტთან არის დაკავშირებული. ინფრასტრუქტურული განვითარების მფლობელი რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის შვილია. ოფიციალური თბილისის პოზიცია სოხუმის აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადებით და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისადმი მიმართვით შემოიფარგლა. სამოქალაქო ავიაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაფიოდ დააფიქსირეს ქვეყნის პოზიცია ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ. იკაოს აქვს რამდენიმე ორგანო, რომელსაც შეუძლია განახორციელოს რეაგირება ამ ქმედებაზე. პირველი და ყველაზე შეიძლება ასე ვთქვათ მარტივი გზაც იყოს, ეს არის იკაოს ასამბლეა, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოს მოიცავს და მას შეუძლია მიიღოს რეზოლუცია და საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სახელმწიფომ შეიძლება ლობირება გაწიოს ამისი, რომ რეზოლუცია იქნას მიღებული, სადაც დაგმობილი იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ფაქტი. ეს რეზოლუცია იქნება, რა თქმა უნდა, არასავალდებულო სახის, უფრო დეკლარაციული ხასიათი ექნება, თუმცა საერთაშორისო სამართლებრივი გადმოსახედიდან მაინც მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სამართლის მკვლევარის თქმით, მთავრობას ასევე შეუძლია იკაოს საბჭოში რუსეთს უჩივლოს და მის მიმართ სხვადასხვა ზომების გამოყენება მოითხოვოს. ეს მექანიზმი უკრაინამ ირანის წინააღმდეგ გამოიყენა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. იმისათვის რომ გადაწყვიტო რაიმე თავის წარმოება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა სამართლის საფუძველი უნდა ჰქონდეს და ეს საფუძველი ნამდვილად სახეზია, მაგრამ ამის გარდა საჭირო არის იყოს პოლიტიკური ნება, რომ რუსეთის ფედერაციას უჩივლო, ასე ვთქვათ, რომელიმე სასამართლო ორგანო. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ან ერთი არ არის ამ ეტაპზე, ან ერთი არ აქვს რესურსები, ან პოლიტიკური ნება, ან ორივე. მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენების გამო იმ რუსული ავიაკომპანიებისთვისაც შეეძლო ფრენების შეზღუდვა, რომლებიც უკვე მესამე წელია საქართველოში დაფრინავენ და საკმაოდ წარმატებითაც. თუ 2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ საავიაციო ბაზარზე მხოლოდ 3% იყო და 127,000 მგზავრი ყავდათ გადაყვანილი, 2024 წელს შედეგი რუსულმა კომპანიებმა 8%-მდე გაიუმჯობესეს და ჯამში 624,154 მგზავრი გადაიყვანეს. ხოლო ქართულის რუბრიკის პარლებში საწარმო კარბას გაგაცნობთ. ეს არის კომპანია, რომლის დამფუძნებელიც მარიამ კარბაია სერტიფიცირებული შემდუღებელია.
და მისი ამ საქმისად მის სიყვარულმა ბიზნეს იდეას გააჩინა. კარბა დღეს უკვე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ფარავს და მათ შორის კარბას სერვისებში შედის სარემონტო სამუშაოები, ინტერიერის, ექსტერიერის დიზაინი, მეტალისა და ხის ავეჯის დამზადება, დეკორატიული აქსესუარები, თერმული ღებვა. უფრო ცვლად კარბას საქმიანობაზე ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ მარიამს წარმატებებს უსურვებთ და მადლობა GM Pharma-ს AST მეწარმეების და საქმიანების მხარდაჭერაში, როგორც მარიამი გახლავთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ავეჯის მიმართულებით მუშაობა გაჩნდა იდეა 2018 წელს. უბრალოდ მამას უთხარი, სახში გვინდოდა ავეჯი შეცვლა და მამას უთხარი რომ მეტალის რაღაცები გაგვეკეთებინა, მაშინ არ იყო ესეთი ცნობილი და მოთხოვნადი და გავაკეთეთ და ძალიან მოეწონა ყველას. ჩვენც მოგვეწონა, თან ლამაზი იყო, კომფორტული იყო და მე მეგობრები და ახლობლები რომ მოდიან და ყველას დაინტერესა და მათ უკეთებდით ხოლმე. მე მე საზღვარგარეთ წავედი საცხოვრებლად და რო ჩამოდი პანდემია დაიწყო და პანდემიის დროს გადმოვედით ბროწეულაში. და სახში მოვუმატეთ აივანს და მოაჯირის შედუღებაში რაღაც იდეა, სურვილი გამიჩნდა რომ მამას დავხმარებოდი და მათ შევადუღე პირველად. მე ინტერესი გაჩნდა, მე მეორე დღეს დავეხმარე კიდე მამას, მე მესამე დღეს და მე რაღაც მოვიძიეთ ინფორმაცია მამის რჩევითაც სერტიფიცირებული შემდუღებელი გავხდი ან სასწავლებლად მივედი, ჩვეულებრივად კურსები გავიარე, ვისწავლე, დავეუფლე და ესე დაიწყო ეს ამბავი. გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა საწარმო, დავარქვი კარბა, გავაკეთეთ ყველაფერი, ვიყიდეთ დანადგარები, დავიწყეთ მუშაობა და რამდენიმე თვეში ისევ აწარმოების საქართველოს გრანტის საშუალებით ერთ წელში გავფართოვდით და დავამატეთ სერვისები. კარბა ინტერიერის და ექსტერიერის ავეჯს და აქსესუარებს აკეთებს. როგორც იქნება მეტალის, ხის, MDF-ის, ლამინატის, სრული სერვისი გვაქვს ერთ სივრცეში. როგორც დიდი კონსტრუქციები იქნება, პატარა კონსტრუქციები იქნება, სრულ მომსახურებას უწევთ ერთ სფეროში მომხმარებლებს, რაც ძალიან უმარტივებს მათაც ამ პროცესს, თან დროულად, ხარისხიანად და მისაღებებაში, რაც მთავარია. ანუ ძალიან ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერს ერთდროულად ავეწყოთ და კი ცვალებადია ყველაფერი, მაგრამ ხარისხი ყოველ შემთხვევაში ერთი და იგივე რჩება და რაც მთავარია, ნელ-ნელა ფართოვდებით და ნელ-ნელა კი არა, იმდენად სწრაფად ფართოვდებით უკვე, ანუ ამ ერთი წლის გადმოსახედიდან ძალიან ბევრი სერვისები დაგვამატა და ეხლა მამასთან ერთად ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიაშიც ვსწავლობ, ვეუფლები არგონორკალურ შედუღებას, რაც მოიცავს უჟანგავი ფოლადის, ალუმინის და სხვა ფერადი ლითონების შედუღებას და ეს სერვისიც და ამ მიმართულებით ავეჯიც დაგვემატება კომპანიაში ძალიან მალე. ჯერჯერობით უფრო მეტად დატვირთულები ვართ ფიზიკურ მომხმარებლებზე, მათ სურვილებზე, მაგრამ ასევე კარბა თავის დიზაინებს ქმნის და ძალიან მალე და იმედიც მაქვს, რომ მალე გავაზიარებთ ჩვენს დიზაინებს და შოურუმსაც გეგმავთ, რომ შოურუმიც გქონდეს. მინდა რომ უკვე კარბასეული დიზაინები გამოვიტანო ამ შოურუმში. ვსურვებდი, რომ ესპანეთში იყოს კარბას მეორე, თუ არა მე რამდენი ფილიალი, რადგან ესპანეთში ვსწავლობდი, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. არა კონკრეტულად ახლა მარტო ესპანეთზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ხო, რადგან ესპანურიც ვიცი და თან რაღაც მაგ ქვეყანასთან სხვა ურთიერთობა მაკავშირებს, რატომაც არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავის მჯერა, იმის მჯერა, რასაც ვაკეთებ. რა ხარისხსაც ვდებ და თამამად და თავისუფლად ვამბობ, რომ კონკურენცია შემიძლია გაუწიო სხვა უფრო გამოცდილ და უფრო დიდ კომპანიებს და შესაბამისად რატომაც არა ვისურვებდი რომ ესე გავსულიყავი და მქონოდა. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.
GIG, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას ვიყვება დრო. ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, როცა თემაზე თითქმის ყველგან მიდის საუბარი და დისკუსია, გამახსენდა ერთი ისტორია, უпростоრად გამახსენდა ერთი პიროვნება, რომელსაც სრულიად დამსახურებულად ირანის უგვირგვინო მეფეთაც მოიხსენიებდნენ. ქართველი მეწარმის აკაკი ხოშტარიას სახელისა და გვარის გასწვრივ ხშირად ასეთ შეფასებებს წაიკითხავდით. საქართველოს და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი. დიახ, ირანის უგვირგვინო მეფედ წოდებული ქართველი ბიზნესმენის სახელს უკავშირდებოდა მაგალითად ირანში პირველი ავტომობილის შეყვანა. ბანკირმა და მეწარმემ აღნიშნული 1914 წელს მოახერხა, როცა ფორდის მარკის ავტომობილი იყიდა და ძვნად, საჩუქრად ახალგაზრდა აჰმად შაჰს გადასცა. დიახ, თითქმის ყველა ისტორიული წყარო უკლებრივ იმასაც მიუთითებს, რომ მე-19 საუკუნეში აკაკი ხოშტარია ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იყო. და მრავალმხრივ განვითარებული ბიზნესი მას ირანთან ერთად ჰქონდა საქართველოშიც და სამხრეთ კავკასიაში. არ ვიცი იცით თუ არა, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს ომშია ჩართული, სწორედ აკაკი ხოშტარიამ პირველმა გაიყვანა რკინიგზა ირანში. და ასევე მის სახელს უკავშირდება კომპანია პერსლერი. მანვე ააშენა ელექტროენერგიაზე მომუშავე ქარხნების დიდი ნაწილი. ასეთი იყო ირანი და ქართველობა მე-19 საუკუნის ბოლოს და იმედია ამგვარი რეალური ისტორიები და არა მხოლოდ ლეგენდები მეტად გადაგვაფასებინებს აწყოს უკეთესი მომავლისთვის და გაგვიჩენს მეტ ამბიციას. ყველას მით უმეტეს დარწმუნებული ვარ, ბევრ ქართველ ბიზნესმენში არის პოტენციალი გაიმეოროს ჩვენი დიდებული საქმიანი წინაპრების ისტორია. ისტორია, რომელიც არ უნდა გაჩერდეს და რომლის წერასაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ. ამისათვის კი იცით რა არის საჭირო ალბათ, არა? ამისათვის საჭიროა, რომ საქმიანებმა არ შეაჩერონ ფრენა. ბიზნესის კვირეული დასრულებულია. შევხვდებით ხვალ საქმიან დილაში დილის 8:25 წუთზე. დროებით და გმადლობთ ყურადღებისთვის. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქსაღებავები.